არც უნდა ყოფილიყო სადავო ამერიკა დაეხმარება თუ არა უკრაინას და ესე ვთქვათ ახვეწნინებს თუ არა რაღაც შეიარაღებაზე. უკრაინელებისთვის ეს ომი ნიშნავს იმას, რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთისთვის ეს არის ჩვეულებრივი დამპყრობელი იმპერიული ომი. ვერც ესე ვთქვათ ომს შეაჩერებს და ვერც ეთყვის მოსახლეობას, ამიტომ ხოცეთო ამდენი ხანიო რომ აი საგვეღო ბახმუტიო და ავდეევკაო და ვერც იმას იტყვის რომ ომის შეწყვეტა არ მინდაო. კი ბრიტანელები და ფრანგები არიან მზად რომ გარკვეული კონტინგენტი გააგზავნონ, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი ამ კონტინგენტს მაგალითად რუსები ესვრიან? რუსეთს სურს ნატოს მეხუთე მუხლის გატესტვა. ეს რეალურად მუშაობს თუ არ მუშაობს? თუ ამერიკელები გავლენ და ეს ომი გაგრძელდება პირობითად რაღაც 8 თვის, 10 თვის ან 1 წლის განმავლობაში, მგონია რომ ბირთვულ შანტაჟს გააძლიერებს პუტინი. როდესაც არის შავ ზღვაზე საუბარი, იქ საქართველო უნდა ისმოდეს, როგორც მე სამწუხაროდ მე არ მესმის. არც მე შეიძლება ჩვენი პრობლემა არ არის. შესაძლოა ჩვენ ვერ გვესმის კარგად. და ეს ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი. კიევში როცა შევედი, ანუ თებერვლის მარტის პირველ რიცხვებში, კიევში იდგა პირველი გროზნოს სუნი. ეს უნდა შეეხოს თვითონ რუსეთის იმ ქალაქების მოსახლეობას, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ ჯერ თავს და ანუ საკუთარ შვილებს არ უშვებენ ომში. როგორც კი მათი შვილები წავლენ და ვეღარ დაბრუნდებიან, რა თქმა უნდა, იქ იქნება გარკვეული პროტესტი. წესი და რიგი ჩვენთან ახლა უნდა გუგუნებდეს რუსეთის შემსწავლელი მინიმუმ 1-3 ინსტიტუტი მაინც რა. ანუ კარგად უნდა ვიცოდეთ რა ხდება შიგნით. დუგინმა განაცხადა დაახლოებით 10 დღის წინ ალფაზი წმედო ეგეთი რაღაც რომ საქართველოს გარეშე ახალი კავშირი, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსეთი ვერ შეიკრებაო. თუ არ დამარცხა ღმერთმა დაიფაროს და გაიმარჯვა, ნუ ამ გამარჯვებას ესახება თავისი დეფინიციები აქვს, მაგ შემთხვევაში მისი კონტროლი თბილისზე გაასმაგდება. წესით, რასაც უნდა ვაკეთებდეთ ყველა ერთად, უნდა ვემზადებოდეთ უარესი სცენარისთვის. ყოველთვის. ეს უბრალოდ გასუსვა კი არ არის. ეს არის სრული კატასტროფა. და ამაზე პასუხისმგებლები აუცილებლად არიან და უნდა მოეთხოვოთ კიდევაც. როდესაც არ ცდილობ უბრალოდ რომ აი ამ ომის ინიციატორ პირს ძვირად დაუჯინო, ხო, შენს ტერიტორიაზე შემოჭრა, შენ ომი არაზრუს არ აქცდება. მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ბექა პატურაშვილი, დღეს თავიდან ბოლომდე ეს პოდკასტი მიეძღვნება უკრაინის თემას. რამდენიმე ფაქტორის გამო შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო და საეტაპო პროცესი გვაქვს ახლა ჩვენ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რამდენიმე პოლიტიკური მიზეზი პირველ რიგში. ერთი ეს არის, რომ ტრამპს ეწურება პირველი 100 დღიანი პერიოდი ხელახლა არჩევის შემდეგ. აქვე საგულისხმოა, რომ მისი რეიტინგი საგრძნობლად არის დაცემული და როგორც ნახე რეკორდებს ხსნის, უარყოფით რეკორდებს ამ ხრივ. მას ჭირდება შედეგის დადება, მისი დაპირება იყო ომის დასრულება, ჯერ ერთ დღეში, შემდეგ 100 დღეში, თუმცა 100 დღეც გადის და ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ პუტინს სურს შედეგის დადება, 9 მაისი ახლოვდება და მასაც აქვს თავისი ხალხისთვის სათქმელი, რომელიც დიდი ხანია უკვე წნეხის და ტერორის ქვეშ ყავს. მას ჭირდება საკვები ხალხისთვის, რაც იქნება რაღაცნაირად გამარჯვების დემონსტრირება, თუმცა ასე ვერ ვიტყოდით პროცესებიდან გამომდინარე. ერთ სიტყვით, მე დღეს გთავაზობთ ესეთი ტიპის დისკუსიას, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ მდგენელზე, პოლიტიკურ გარემოებებზე, რაც ახლავს აი ამ პროცესს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ვისაუბროთ სუფთად სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით რა მოცემულობა გვაქვს, რა რესურსი გააჩნია უკრაინას თავდაცვისთვის და ტერიტორიების დაბრუნებისთვის და ასევე მინდა რომ მესამე ნაწილში ვისაუბროთ საქართველოზე და გავლენაზე სხვადასხვა სცენარის მიხედვით რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ სცენარმა ჩვენს ქვეყანაზე. აქვე წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები, არ ვიცი თქვი თუ არა უკვე ჩემთვის ძალიან საინტერესო ხალხი ყავს დღეს. გიორგი ცხვიტავა,
ჟურნალისტი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, ის ძალიან ხშირად მუშაობს სწორედ სამხედრო საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე. აქვე წარვადგენ გიორგი შენ გვერდს, შენი ნებართვით, შენ პროექტს, ეს არის სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ძალიან საინტერესო ინტერვიუებს დებს ხოლმე პერიოდულად გიორგი თავის YouTube გვერდზე და რაც შეეხება ოთო კონჯარიას თან ვიდრე დავიწყებ საუბარს, აუცილებლად უნდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ოთო იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, გულისხმობ ალფა სიხშირეს, ამ Telegram არხის ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ მე, მას შემდეგ რაც დაიწყო უკრაინის ომი, პირველივე დღეებიდან აღმოვაჩინე და თითქმის ყოველდღიურად ვამოწმებ თქვენთან ინფორმაციას და ძალიან მაგარი ხარისხიანი საქმეა, რასაც თქვენ აკეთებთ და გისურვებთ წარმატებებს, აქვე ვისაც არ გაქვთ გამოწერილი მათი გვერდები, რაც ვახსენე, ძალიან ბევრს კარგავთ და საინტერესო პროდუქტს აღმოაჩენთ ყოველდღიურ რეჟიმში. ხო, რაც შეეხება დისკუსიის ფორმატს, ასე ვთქვათ, არანაირი წესი და ესეთი დადგენილი თანმიმდევრობები არ გვექნება. მე მინდა რომ ვისაუბროთ, მინდა რომ საინტერესო გამოვიდეს ჩვენი საუბარი და ეჭვი არ მეპარება რომ ესე იქნება. შეგიძლიათ თქვენს დამისვათ კითხვები, შეგიძლიათ ერთმანეთსაც დაუსვათ კითხვები და დავიწყოთ მოკლედ ბოლო ამბებიდან. ჩემთვის ძალიან ესეთი სიმბოლური იყო სანახაობა, რომელიც ვნახეთ ვატიკანში. და ტრამპის და ზელენსკის მორიგი შეხვედრა იმ დიდი სკანდალის შემდეგ. რა შეცვალა თქვენი აზრით, რომელმაც გსურთ, გიორგი, დაგითმობთ. მადლობა. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ოთოც აქ არის, რომელსაც ასევე მეც გულშემატკივრობ ალფა სიხშირეს და რაც შეეხება უშუალოდ ესე იგი პროცესს. დღევანდელი ახალი ამბებიც ძალიან გამორჩეულია, დატვირთულია და სანამ ვატიკანზე გადავალ, მანამდე ვიტყვი, რომ ჩრდილოეთ კორეაში დღეს იყო სპეციალური ბრიფინგი გამართული იმის თაობაზე, რომ ოფიციალურად დაადასტურეს საკუთარი ჯარისკაცების მონაწილეობა რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში და დაადასტურეს ის, რომ კურსკის ოლქის გაწმენდაში უკრაინელი ბრჭყალებში ფაშისტებისგან არის ჩრდილოკორეელების დამსახურება. ანალოგიური გზავნილი იყო კრემლშიც, ანუ სინქრონში მოვიდა ცხადია. იქიდან მადლობა უთხრა ხო? კი, რომ ეს გაწმენდილია და ნუ ასე შემდეგ არის უამრავი ფოტო, უამრავი ვიდეო მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოკორეელები მართლაც მონაწილეობენ იქ და ჩრდილოკორეის გარდა იცით რომ ეხლა რუსეთი იყენებს ირანულ რაკეტებს, ირანულ უპილოტო საფრენ საშუალებებს და ნუ აი ეს ბოროტების, ასე ვთქვათ, ბუდე და ვერტიკალი არის, ესე იგი, არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან სამხრეთი, ანუ რუსეთი და ირანი, არამედ უკვე ჩართული არის ჩრდილოეთ კორეა პირდაპირ და კიდე სხვა მცირე თუ დიდი სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში და რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი, უკიდურესად მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების პოზიცია. რა თქმა უნდა, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა პრეზიდენტ ტრამპისგან გზავნილი იმის თაობაზე, რომ ის ერთ დღეში დაასრულებდა ამ ომს, რაც სამწუხაროდ ვერ მოხდა და გუშინდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ტრამპი აღარ იყო ისეთი ხისტი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, როგორც ეს იყო მანამდე და როგორ გითხრათ, აი როგორი დრამატული შეხვედრაც ვიხილეთ ჩვენ ოვალურ კაბინეტში, რამაც ყველას დავწვდა გული მიუხედავად იმისა, ვინ ვის გულშემატკივრობდა. ხო, ეს იყო ჩვენთვის შოკი იყო, ჩემთვის ძალიან ცუდი. ასე რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთის მიმართ. შეიცვალა, აი აქ ხმამაღლა ითქვა იმის თაობაზე, რომ ის არის ნაწყენი, ის არის გაბრაზებული და არ გამორიცხავს მეორად სანქციებს, არ გამორიცხავს კიდე რაღაცა ქმედებებს და რა თქმა უნდა ის, რომ უკრაინას შეიარაღება უნდა მიეცეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. და თვითონ უკრაინელების მხრიდანაც, ასე ვთქვათ, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა, არის დამაიმედებელი იმის თაობაზე, რომ
ისინი უბრალოდ რაღაცა ვალად კი არ მიიღებენ ამ შეიარაღებას, არამედ აი მინერალებზე ხელმოწერილ. ხო, მინერალები კიდე ცალკე საკითხია, ამას შევეხოთ აუცილებლად. ეს არის, რო შევაჯამოთ, ბევრად იმედის მომცემი იყო უშინდელი შეხვედრა, ვიდრე მაგალითად აქამდე არსებული, ასე ვთქვათ, აი ეს ურთიერთქილიკი და ურთიერთგადაძახილი. აქ ეძლევა უკრაინას რაღაცა ამოსუნთქვის შესაძლებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა, აი ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს წვიმების პერიოდი, წვიმების სეზონი ნელ-ნელა დასრულდება, იწყება ზაფხული, ზაფხულში არის მაღალი მოლოდინები იმისა, რომ რაღაცა საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდება და იქ სადღაც უნდა დაისვას წერტილი. აი სადღაც უნდა მოხდეს კვანძის გახსნა, აი როგორ გაიხსნება რა კოზირები და რა ჯოკერი ეჭირება ხელში უკრაინას, ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორედ შეერთებულ შტატებში. კარგი, ოთოსთან გადავიდეთ. ოთო, მე ვიცი რომ შენ რასაც ვადევნებდი ხოლმე თქვენს დისკუსიებს თვალს ალბათ ხშირაზე ძალიან კრიტიკულად იყავით განწყობილი ტრამპთან მიმართებით და მეც აბსოლუტურად გეთანხმებოდით რა. კი არა, ის დისკუსიებიც კი მიდიოდა, ეს კაცი საერთოდ ვის საქმეს აკეთებს და ხომ არ არის იქ რაღაცა რუსული გავლენები, ხო? იყო ეს დისკუსია, ჩვენ არ მოგვიგონი. რა თქვათ, რამდენად იმედის მომცემია შენთვის აი ეს ბოლო განცხადება. ერთი დეტალი მინდა აღნიშნო გიორგი, რომ მანდ იყო ეგეთი რაღაცა, რომ ნახოთ მათ ჭირდებათ, ანუ ეს თითქოს ვერ ამოვიკითხე მე ტრამპის განცხადებაში, რომ მათ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ჩვენ, ან უნდა გავაგრძელოთ ის დახმარების პაკეტი. მათ ჭირდებათ. კი გეთანხმები რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მაგრამ რაღაცა თუები ბრჭყალებში რჩება თუ არა, რა განცდა დაგიტოვა შენ? ანუ ელოდები რომ თქვათ გააგრძელებს ტრამპი პუტინზე ზეწოლას, თუ ეს ისევ რაღაც მორიგი თამაშია და ის რაც ხშირად ხედავთ ხოლმე უცებ რომ მიცვლის მე ფირფიტა მდგომარეობას. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს აღმოჩენაში. მადლობა. ხო, ну რაც შეეხება უშუალოდ ამ პროცესს, ახლა ბოლო პერიოდში რასაც ვადევნებთ თვალყურს, გარკვეულ იმედებს ტოვებს. მე კრიტიკულად განწყობილად ამ დრომდე ვრჩები ტრამპის მიმართ, იმიტომ რომ ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ის ქმედებებიც, ხო, რაღაც სანქციებთან მიმართებით, message box-ები, აი ეს ყველაფერი საკმაოდ აზიანებს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამ შემთხვევაში უკრაინას, რომელიც არის ევროკავშირის, ევროპის მთავარი ცოცხალი ფარი რუსული აგრესიისგან. ეს არც უნდა ყოფილიყო სადავო ამერიკა დაეხმარება თუ არა უკრაინას და ესე ვთქვათ ახვეწნინებს თუ არა რაღაც შეიარაღებაზე. იმიტომ რომ ეს ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს ცივილიზაციას ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ დღეს რუსეთი მიაღწევს მათთვის ირიბად რაღაც ხელშესახებ წარმატებას ეს მსოფლიო წესრიგის იმ დონეზე ამოაყირავებს, რომ ბალანსის რეჟიმი დაირღვევა. ბალანსის რეჟიმის დარღვევა ნიშნავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მოცემულობის ჩამოშლას. მე ესე ვუყურებ. რაც თავის მხრივ აკუმულირდება იმაში, რომ უფრო მეტი ომები შეიძლება დღის წესრიგში დადგეს. აქედან გამომდინარე, ამერიკის, მე ვხვდები ახლა რასაც აკეთებს ტრამპი, რისგან გამომდინარეობს, რომ მას ნომერ პირველ, ესე ვთქვათ, მტრად დასახული ყავს ჩინეთი და სურს რომ ჩინეთი და რუსეთის კოალიცია ჩამოშალოს კი და რაღაცა პერიოდის შემდეგ ის როდესაც დადგება ის მომენტი რომ შესაძლოა სამხედრო ესკალაციაშიც გადაიზარდოს ჩინეთის მოკავშირე არ იყოს რუსეთი ხო ანუ მაგრამ ეს არის ძალიან ესეთი ჯერჯერობით აბსურდული ლოგიკა ესე დავარქმევდი ამ მოცემულობას იმიტომ რომ რუსეთია მთავარი საფრთხე განსაკუთრებით მისი მთავარი მოკავშირისა, ხო? ამ შემთხვევაში გულისხმობ ევროპას. ხოლო თუ ევროპის გარეშე, ევროპის უსაფრთხოების და მისი საზღვრების მორღვევის ფონზე წარიმართება სიტუაცია, ამერიკას ნებისმიერ სამომავლო პერსპექტივაში გაუჭირდება დიდი ომების წარმოება, თუნდაც ჩინეთთან იქნება თუ სხვაგან. ამიტომ მთავარი უნდა იყოს კონცენტრირება უკრაინაზე ამ შემთხვევაში იმისათვის, რათა ეს თავდაცვის ხაზი მიდიოდეს ევროპაზეც, ხო? ბოლო 3 თვის განმავლობაში ხო რა ხშირად გვესმის რომ ეს კაცი საერთოდ აგენტია თუ რას აკეთებს ახლა მე გამოვრიცხავ რაც რა უნდა გაბრასებული ვიყო ხო რაღაც ეს შეთქმულების თეორიები მაინც აუშვებთ იმას რომ
შეიძლება პრეზიდენტი ორი ვადით გახდეს, ცოტა ფილმია. რომ მოიყვანეს თავისი კაცი კადრი, მაშინ აზიას არ საუბარი, ასაკეთებს და CIA ხო და მიკროფონი. ან FBI ასაკეთებდა. ამას გამოურიცხავ, მაგრამ არასტანდარტულად უყურებს ეს ადამიანი პოლიტიკას, ეს არ უყურებს, ესეთი ამერიკისთვის დამახასიათებელი სტრუქტურის შესაბამისად არ უყურებს, ჩვენ ვიცით ხო კისინჯერი იყო იქ ბჟეზინსკი იყო რომლებიც ერთგვარი გურუები იყვნენ საგარეო პოლიტიკის წარმოების დაგეგმვაში ამერიკისთვის და შემდგომ ამ ბაზისზე შენდებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკა და წარიმართებოდა ამგვარად ბუშების დროს თუნდაც ობამას დროს ცოტა აირია სიტუაცია და ყველაფერი სათავე აი ამ არეულობის ობამას დროიდან იღებს მაგრამ ტრამპი არასტანდარტულად უყურებს აი ამ პროცესებს, საერთოდ პოლიტიკას და ერთადერთი კარგი რაც ბოლო პერიოდში მოხდა, კარგი რა ტრაგედია დაიბომბა უკრაინული ქალაქები და ადამიანური ტრაგედიები, ესე ვთქვათ, ძალიან ისეთი მტკივნეული თემაა, მაგრამ ნაპერწკალი გაჩნდა, რომ ტრამპი თითქოს იაზრებს მართლა ხო არ ატყუებენ. მართლა ხო არ ესე ვთქვათ, ეთამაშება პუტინი. და სხვა შორის გუშინ, როდესაც ეს ამ ამბებმა ჩაიარა, ალფაზეც დავდა ეს ინტერვიუ ჰქონდა Fox News-თან, ლუიზიანას შტატის სენატორი რესპუბლიკელებმა რომ დაიწყეს, ხო? ჯონ ნილი კენედი ესეთი სენატორია, რომელმაც თქვა, რომ უკვე აშკარად ესე ვთქვათ, აშკარაა, რომ ტრამპს ატყუებს პუტინი, ის ცდილობს დროის გაწელვას და არაპირებსო ცეცხლის შეწყვეტასო და ჩვენ უკვე დროაო რომ ვიმოქმედოთო შესაბამისად და ამ შემთხვევაში მიანიშნა ძლიერ სანქციებზე რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ამ შემთხვევაში ფიქრობთ რომ ეს რაღაც რეალური მოლოდინი იყო აი ცოტა SMS-ის მე რა ტრამპს ატყუებს რაღაცა პიროვნებების რაღაც და ურთიერთ დამოკიდებულებაზე ხომ არ არის ასეთი ამბები და თუნდაც ნდობა ერთი პიროვნების განწყობებზე და შინაგანი გრძნობები რამდენად მკარნახობს მე რომ ეხლა ის მართალს ამბობს თუ არა არ მგონია რომ ასე პრიმიტიულად იყოს ეს ზედაპირულად იყოს საკითხი მაინც ანუ აი ამ პოზიციების განსაზღვრაში თქვენ ფიქრობთ რომ რაღაცა ესეთი ტიპის ნდობაზე არის რაღაცები დამოკიდებული თუ ესეც რაღაც თამაშის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ რომ თავიდან თითქოს მიყვებოდნენ აი ამ ხაზს რომ პუტინს აქებენ და შემდეგ რაღაც ეტაპზე შეცვალეს ეს ტაქტიკა. რთულია ამის ერთმნიშვნელოვნად ესე ვთქვათ ამაზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება იმიტომ რომ ჯერჯერობით ესე ვთქვათ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ თუ რატომ აკეთებენ ამას და როგორ აკეთებენ ხო მე ხო ანუ რატომ ამ ბოდიში შეგეწყვეტა აი ვიტკოფის ინტერვიუ გამახსენდა რა სადაც რაღაც აბსურდებს ლაპარაკობდა ეს კაცი რომ სხვარი და მგელი ერთად ბალახს წოვენ და იქ რაღაცა ირანის მე ვერ გავაკეთე ანუ ესაც ხო ერთიანი პოლიტიკის ნაწილი ანუ მათი გზავნილები იყო ესეთი რომ თითქოს რაღაცა დიდი იმედებს ამყარებდნენ პუტინზე რომელიც კეთილი კაცია და კარგი კაცია და რატომღაც ის აყვებოდა თამაშს არ ვიცი ნუ ვიტყვეს რაღაცას რომ ეს ადამიანი დილეტანტიზმს ასხივებს. შესაძლოა პოლიტიკოსი არ ყოფილა. მოვიდა რეალტორი იყო რა, სანამ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, უბრალოდ ბიზნესიდან მოიყვანა ტრამპმა და ყველაზე მთავარი საკითხის მთავარ მომლაპარაკებლად აქცია და ანუ ამ ადამიანს გონია რომ აი ალბათ ბიზნესურად უდგება ამ მოლაპარაკებასაც და რადგან პუტინი ეუბნება რომ კი მე თანახმოვარ შეთანხმებაზე და მე რა თქმა უნდა მინდა ცეცხლის შეწყვეტა ანუ ვიტკოფიც ამბობს ამას იგივეს იმავეს და ამბობს რომ პუტინიც მოწადინებულია ცეცხლის შეწყვეტაზე მაგრამ რეალურად როგორი უნდა იყოს ეს ცეცხლის შეწყვეტა გუშინ ძალიან კარგად და მკაფიოდ ახსენა ლავროვმა ჩვენ ან ლავროვმა თქვა ეს რაღაცა რომ პუტინი თანახმაო ცეცხლის შეწყვეტაზეო, მთავარი ორი ესე ვთქვათ მოთხოვნა გვაქვს. პირველი მოთხოვნა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის ფონზე უნდა შეწყდესო უკრაინის სამხედრო მომარაგება და აი ამ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში უკრაინამ უნდა შეაჩეროსო სამხედრო გაძლიერება. ანუ მომარაგებაში იგულისხმება არა მხოლოდ ესე ვთქვათ კოალიციის მხრიდან შეერაღების გაგზავნა, არამედ უკრაინის სამხედრო წარმოებამაც უნდა შეაჩეროს, ესე ვთქვათ, მოქმედება და არ უნდა გაზარდოს შეერაღების რაოდენობა. ეს ერთი. და დღეს კიდე გაიმეორა ლავროვმა, ნუ მეცინება ესეთ რაღაცებს ამბობენ ეს ადამიანები, რომლითაც ძალიან მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ არ უნდათ მათ ცეცხლის შეწყვეტა. დღეს თქვა, რომ
ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი უნდა იყოს ოფიციალურად აღიარებული, რა თქმა უნდა, ყირიმის ჩათვლით, აღიარებული რუსეთის შემადგენლობაში. ხო, ანუ ისეთ პირობებს აყენებენ, რომ გამორიცხულია ომის შეწყვეტა ამ შემთხვევაში, თუმცა ამბობენ, რომ უნდათ, ოღონდ ჯერ ეს გვიღიარეთ. ანუ აი ამ ლოგიკიდან ამოდიან ისინი. სტრატეგიული მიზანი რა იყო, როდესაც ომი დაიწყო რუსეთმა? პირველი ეს იყო უკრაინის დენაციფიკაცია, ხო? ნუ ესეთ რაღაც ბჭყალებში აბსურდული ფრაზაა ესეც. უკრაინის არმიის განადგურება, ნატოს ნუ ახლა ტერიტორიებზე გავიდეთ. კი, ნატოდან ეს ნატოზე უარის თქმა, ნებაყოფლობით უნდა ეთქვა ამაზე უკრაინას უარი. და შემდგომ კიევის დაკავება ვერ მოახერხა, ხარკოვის დაკავება ვერ მოახერხა, ოდესის დაკავება და ეგ სადესანტო ოპერაცია ვერ შეასრულა. მინიმალური მიზანი იყო ხერსონისა და ზაპოროჟიეს აღება მთლიანად თავისი მთავარი ადმინისტრაციული ცენტრებით. ესეც ვერ მოახერხა და აი ამ პროგრამა მინიმუმში კიდევ უფრო მცირე, ესე ვთქვათ, ყველგან ამას ვამბობ ხოლმე და რაღაც გავემეორებ, კიდევ უფრო მცირე მიზანი იყო დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა. რასაც ვერ აღწევს. აგერ პოკროვსკს უტევს, 6 თვეა და რა ვიცი, თითქმის 100,000 კაცი ყავს დანაკარგი დაჭრილების და დაღუპულების სახით. აქედან გამომდინარე, ის ვერ გამოყვებავს საკუთარ მოსახლეობას იმ მიღწევით და იმ შედეგით, რაც უდგას აგერ 3 წლის თავზე. ამიტომ აყენებს ამ აბსურდულ მოთხოვნებს და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ის არის დედლოკში, ანუ ჩიხშია და ეს ინერციით მიდის და სანამ გავა. იმიტომ რომ ვერც ესე ვთქვათ ომს შეაჩერებს და ვერც ეტყვის მოსახლეობას, ამიტომ ხოცეთო ამდენი ხანიო რომ ის აგვეღო ბახმუტიო და ავდეევკაო და ვერც იმას იტყვის რომ ომის შეწყვეტა არ მინდაო, ხო? აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ გაურკვეველია რა მიმართულებით წარიმართება ეს პროცესი, მაგრამ ერთი რამ არის მკაფიო, ომი უნდა გაგრძელდეს. მანამ სანამ პუტინი საკუთარ მადის ესე ვთქვათ მასშტაბებს არ შეამცირებს. კარგი, გიორგი, შენც მინდა რომ ხო იგივე საკითხზე, ანუ ტრამპის თამაშზე გკითხო, ანუ შენ რომ შევაჯამოთ, ანუ ეს მიამიტის როლი ითამაშეს თუ ეს იყო რაღაც ტაქტიკა, შენ როგორ ფიქრობ? იცი რა არის, მოდი ბოლოდან დავიწყოთ რა, ანუ მიამიტი იყო ვინმე თუ არ იყო, რაღაცა პრიმიტიული მოლოდინები არსებობდა თუ არ არსებობდა, ხო? ანუ ყველამ ვიცით, რომ იყო ნათქვამი 72 საათი, რომ 72 საათში უნდა აიღოთ კიევი, უნდა შეეცვალოთ რეჟიმი, დაესვათ უკან იანუკოვიჩი, რომელიც გამზადებული იყო ამისთვის, მთელი ხელისუფლების საკუთარი შტოები, ნუ ისევე როგორც ფინეთის ომში ოტო კუსინენი ყავდათ, ხო, 39-ში გამზადებული. დაახლოებით ანალოგიური სცენარი იანუკოვიჩი იყო, ყველა მიცოდა მისი დამოკიდებულება, მისი ლოიალური განწყობა და ასე შემდეგ, თუმცა 72 საათიც გავიდა და მე და შენ იქ ვიყავით. კი, შევხვდით მახსოვს, ეგ შეხვედრა კარგად. 100 საათიც გავიდა, შემდეგ უკვე სამწუხაროდ მესამე წელია მიმდინარეობს, ხო? ანუ ის მოლოდინები, რა მოლოდინებიც ჰქონდათ და მოდი ესე ვთქვათ, ქონდა თუ არა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს რაღაცა გეგმები, რა თქმა უნდა ქონდა, ხო? ანუ მოლოდინი იყო, რომ ხარკოვში მათ დახვდებოდნენ ყვავილებით. კი. მოლოდინი იყო, რომ თელ რუსულ ენოვან მოსახლეობაში მათ დახვდებოდნენ ყვავილებით. ეს მოლოდინი გაქარწყლდა, იმიტომ რომ ერი შეიკრა, ანუ უკრაინელები შეიკრნენ, მათ დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა, სამწუხაროდ ჰქონდათ შეცდომები ჰქონდათ არანორმალური მასშტაბის და ამაზე როგორც კი ომი დასრულდება, აუცილებლად იქნება სერიოზული განხილვა, იმიტომ რომ მაგალითად სამხრეთი მიმართულება, ხო, ანუ მელიტოპოლი და ასე შემდეგ დატოვეს, ანუ ფლანგები იყო ღია და პრაქტიკულად გასროლის გარეშე შევიდნენ, იქ სამოქალაქოებმა კი რაღაც წინააღმდეგობა გაწიეს, მაგრამ ნუ დაიკავეს, ხო? ანუ მარიუპოლის საბოლოო ჯამში დაცემა, ვოლნოვახას დაცემა და ასე შემდეგ გამოიწვია, ანუ იქ არ იყო ის რაოდენობა შეიარაღებული ძალების რაც უნდა ყოფილიყო და ნუ ასე შემდეგ. ანუ 3 წელი გაგრძელდა ეს. 3 წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ ომის პირველი დღეებიდან მაგალითად კოლექტიური დასავლეთის რაღაცნაირი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ისინი წელოდნენ, რომ 3 დღეში დამთავრდებოდა, ხო, გაიხსენეთ პრეზიდენტ ბაიდენის მაშინდელი განცხადებები, გაიხსენეთ შეერთებული შტატების საელჩოს გადასვლა მაგალითად კიევიდან ჯერ ლვოვში და ლვოვიდან პოლონეთის ტერიტორიაზე. ძალიან მალე, ხო, რასაც მიხვდნენ ევროპის მთელი რიგი დედაქალაქები. ერთ კვირაში მე მგონი ძალიან მალე, ანუ რამდენიმე გამოსული იყო საელჩოები. ხო?
ანუ ეს ყველაფერი ვნახეთ, ანუ იმის თქმა მინდა, რატო გახსენებ შენს და ჩვენს მსმენელსაც, რომ ასე ვთქვათ, პრიმიტიული მოლოდინები არსებობდა სამწუხაროდ ყველა მხრიდან. ეს იყო უბრალოდ უკრაინელებმა გაწიეს წინააღმდეგობა, მათ გადაწყვიტეს, რომ ებრძოლათ საკუთარი თავისუფლებისთვის. კიევში როცა შევედი, ანუ თებერვლის მარტის პირველ რიცხვებში, როდესაც უამრავი ლტოლვილი იყო და გზები გადაკეტილი და გაჭედილი საცობები და ასე შემდეგ, კიევში იდგა პირველი გროზნოს სუნი. აი ნამდვილად რა, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ზღარბები ყველა ქუჩაზე კლიჩკოს მიერ დარიგებული იარაღი უკონტროლოთ, ანუ არავინ არ ახდენდა ამის კონტროლს, რომ ვინ იღებდა ავტომატს, ვინ არა, მაგრამ იყო მობილიზება ისე, რომ ეზოებში მამაკაცები და გოგონები ერთად ცდილობდნენ რაღაცა წინააღმდეგობის გაწევას და იარაღდებოდნენ და ასე შემდეგ. ეს ორგანიზებულობა მოლოტოვის კოქტეილებს რა. კი, ანუ ყველა ქალაქი იყო მაგისტვის მზად, რომ წელი საკვები წინა ხაზზე და ასე შემდეგ, ხო? და რა ვნახეთ, 3 წლის თავზე ვნახეთ განადგურებული ისეთი ქალაქები, რომელსაც 21 საუკუნეში ჩვენ ფიქრში მე პირადად ამას ვერც წარმოვიდგენდი. ხო, აი მაგალითად, როდესაც მუშაობდით სირიის თემაზე და გვახსოვს როგორი იყო ალეპო, როდესაც ასადი ბომბავდა, ხო? ვერავინ წარმოედგინდა, რომ ბახმუტი შეიძლება დამსგავსებოდა, ხო? ან რომელიმე სხვა ქალაქი. ხო, აი ეს რაღაცა ხორცსაკეპია ეს ტერმინის შემოტანა, ხო? ჩვენ რომელიც ვაგნერზე იყო, ხო, მიბმული, ანუ იმისი ტაქტიკა იყო, ასე ვთქვათ, პრიგოჟინის, რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებდა, ხო? ჩვენ ვნახეთ მუდმივი ცვლილება 3 დღიდან მოყოლებული, პირველი 3 დღიდან მოყოლებული, აი 3 წლის თავზეც ახლა ვხედავთ, როგორ იცვლება ტაქტიკა, როგორ იცვლის სახეს ომი და რა სახე აქვს, ეს არის სასტიკი, ეს არის საშინელი, ეს არის დამანგრეველი და მე არ მგონია, რომ დედამიწაზე არსებობდეს ნორმალური ადამიანი, რომელიც მიესალმება ომის გაგრძელებას, ხო? უბრალოდ უკრაინელებისთვის ეს ომი ნიშნავს იმას, რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთისთვის ეს არის ჩვეულებრივი დამპყრობელი იმპერიული ომი, იმიტომ რომ იმპერიის გარეშე მას ვერ წარმოუდგენია საკუთარი არსებობა. რაც თქვა ოთომ და ვინც ახსენა ის ავტორები, მათ შორის ბზეჟინსკი და კისინჯერი და ასე შემდეგ, იმ თავის სოფლიო საჭადრაკო დაფაში პირდაპირ წერს, ხო? ანუ უკრაინის გარეშე, ბელორუსის გარეშე, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილის გარეშე და აი ამ სლავური ერთობის გარეშე რუსეთის ხვალინდელი დღე არის წარმოუდგენელი. მისი დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს იმდენად მძიმეა, რომ 10 წლის შემდეგ შეიძლება გაქრეს, ხო? ანუ სიტყვა გაქრეს შეიძლება რაღაცა უტრირებულია, იმიტომ რომ ჯერ კიდე 138 მილიონი არიან, მაგრამ ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ შედეგებს, იმიტომ რომ მანქანის წარმოება იქ არ არის, ტანკის წარმოება იქ არ არის, იარაღს ვერაცა ჩრდილოეთ კორეელები ყავთ ჩამოყვანილი, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ და სხვადასხვა შეიარაღებას, ხო? კი, დახელოვდნენ ძალიან, რა თქმა უნდა, ამ ომში, მაგრამ ხედავთ უზარმაზარ პრობლემებს, ხედავთ უზარმაზარ გამოწვევებს, რომლისთვისაც რუსეთი არ არის ფაქტია მზად. მიუხედავად ამისა, ის ცდილობს, რომ წაიღოს მაქსიმუმი, არ გაჩერდეს და წაიღოს იქამდე, სადამდეც ეს შეიძლება. კარგი, მოდი შტატების თემა ამოვწუროთ, ბოლო კითხვას დაგისვამთ მაგნაწილში და მე მინდა რომ ევროპაზე გადავერთოთ და იქით გავაგრძელოთ დისკუსია. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ დაუშვათ ეგეთი სცენარი, რომ რაც თქვა ტრამპმა, რომ თუ ამ ორ კვირაში რაღაცები არ გადაწყდა, მე გავდივარ უკან და მე ჩავეხსნები ამ მოლაპარაკებებს. მაგ შემთხვევაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ანუ სადაზვერო ინფორმაცია, ეს შეიარაღების პროგრამები, მიწოდების გაგრძელება, თქვათ, აი რა პერსპექტივა შეიძლება დავინახოთ მანდ. ჯერჯერობით ისევ ისმიდის, რაც ბაიდენის დროს იყო ხო ხელმოწერილი. კი ბატონო. და ისაც გამოჩნდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანია, ეს ნახეთ, როდესაც იყო ის 2 თუ 3 დღიანი, რამდენი დღე იყო ზუსტად აი მაგას მინდა, ანუ საზოგადოებაში არის აი მაგ ამბავზე დაზვერვის ინფორმაცია, რომ ესე ვთქვათ, შეუწყდა უკრაინას და ამ რაღაც დანაკარგები გამოიწვიაო. ამით ესე ვთქვათ, ხაზს უსვამენ იმას, რომ აი ამერიკა თუ გავა მოლაპარაკებებიდან და უკრაინას მიატოვებს, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი ესე ვთქვათ, ჩაიშლება და შესაბამისად უკრაინა დარჩება დაზვერვის გარეშე. ანუ ეს არის საზოგადოებაში მუსირებს ეს მოსაზრება, რაც არასწორია.
და რატო არის არასწორი? სატელიტური, ესე ვთქვათ, სადაზვერვო ინფორმაციით უკრაინას არა მარტო ამერიკა უზრუნველყოფს ბრიტანეთიც, საფრანგეთიც და ბოლო პერიოდში მე მგონი გერმანიაც ჩაერთო. გარდა ამისა, დაზვერვის დონეზე იქ საკუთარი ოპერატიული, ესე ვთქვათ, სტრუქტურებიც აქტიურად მუშაობენ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულად სატელიტურ სანავიგაციო ან AWACS-ის თვითმფრინავებს ანუ AWACS-ი არის შორი მოქმედების რადიოლოკაციური სადგური, რომელიც ესე ვთქვათ თვითმფრინავიდან იმართება, ხო? და აქედან გამომდინარე ეს თვითმფრინავი უზრუნველყოფს იმას, რომ შორ დისტანციაზე 400-500 კილომეტრზე გარკვეული სივრცეები დააზვეროს და მიაწოდოს ინფორმაციას იმ მხარეს, რომელსაც აწვდის. თუ არ ვცდები, ასეთი ფრენა იყო ბოლო დღეებში. ასეთი ფრენებით უკრაინას უზრუნველყოფს საფრანგეთიც, უზრუნველყოფს ბრიტანეთიც და უზრუნველყოფს ამერიკაც. ანუ მარტო ეს კომპონენტი, ანუ დაზვერვის კომპონენტი მარტო ამერიკაზე არ არის დამოკიდებული. კი ბატონო. თუმცა თავად უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავები და სატელიტები უფრო მეტია და შესაბამისად დაზვერვის ინფორმაცია, რაც უფრო მასობრივია, მით უკეთესია მხარისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ დაზვერვის გარეშე დარჩება. მაგრამ აი ამ კომპონენტს ჩამოშლი, ესე ვთქვათ, გავაუქმებდი, ესე რო ვთქვათ, იმ საფრთხეებიდან, რომელიც შეიძლება დაემუქროს უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა გავა მოლაპარაკებიდან. ან დახურავს, ესე ვთქვათ, დახმარების აი ამ ასპექტს. მაგრამ თავარი პრობლემა, რაც შეექმნება უკრაინას, ეს იქნება პეტრიოტის რაკეტები. პეტრიოტის რაკეტები ამ შემთხვევაში გულისხმობ PAK-3 ტიპის ანტირაკეტებს, ანუ პეტრიოტს აქვს რამდენიმე რაკეტა. ერთი არის PAK-2 რაკეტა, რომელიც იშოვება ამერიკის გარდა ევროპაშიც, გერმანიაშიც იშოვება, ანუ იმ რაოდენობით არა, რა რაოდენობითაც სჭირდება უკრაინას, მაგრამ მაინც მოახერხებს ამ PAK-2 რაკეტების შოვნას, ესე ვთქვათ, მოპოვებას და ყიდვას და ყველაზე მნიშვნელოვანი არის PAK-3 რაკეტები, რომელიც უშუალოდ გათვლილია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. რომელიც არის უფრო რთული ტექნოლოგია, უფრო ძვირი ღირს და ამას მხოლოდ აწარმოებს ამერიკის ტერიტორიაზე აწარმოებენ. თუ ამერიკა საბოლოოდ შეაჩერებს სამხრეთ დახმარებას უკრაინისთვის, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დარტყმა, რადგანაც ანტირაკეტებით უკრაინის მომარაგებას ევროპა, მოდით ცხადად ვთქვათ, ვერ შეძლებს. და რატო ვერ შეძლებს? განაიმიტომ რომ არ აქვთ. აქვთ, მაგრამ წარმოება არის ჯერადობით გასაზრდელი. საქმე ეხება SAMP-T არის ესეთი ევროპული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი, რომელსაც აქვს ASTER-30 ტიპის ანტირაკეტები. ეს ASTER-30 ტიპის რაკეტები არის ძალიან ცოტა წარმოებული. სანამ ამის წარმოება მოიქოქება, სანამ ჯერ ერთ-ერთი სანამ ნება გაჩნდება, ხო? იმაში ხელისუფლებაში და სანამ ფინანსები ესე ვთქვათ, ინვესტიციები გაჩნდება აი ამ მიმართულებით, მანამდე რაღაც დრო შეიძლება გავიდეს. რაც უკრაინისთვის იქნება ძალიან დამაზარალებელი. შესაბამისად, ეს კომპონენტი არის ძალიან ესეთი მოწყვლადი უკრაინისთვის. ამიტომ ამერიკის დახმარება ამ შემთხვევაში იქნება უალტერნატივო და რა ვიცი, ძალიან ღალატი იქნება თუ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარეშე ამერიკა დატოვებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები უბრალოდ თავს იცავენ და სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ აი ამ საშუალებებით და მე ვიმედოვნებ, რომ თან ბოლო პერიოდის ტრამპის განცხადებებიც რაღაც გარკვეულ იმედებს ტოვებს. თან თქვა გუშინაც, რომ მე ზელენსკიმ თხოვა ვატიკანში მოლაპარაკებისასო, დამატებით შეიარაღებაო და ის სულ შეიარაღებას ითხოვსო. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნებაო რუსეთსა და პუტინის პოზიციაზე, აქაც რაღაც ერთგვარი დამაიმედებები დაუტოვა, რომ შეიძლება მან რაღაც ეს კომპონენტი არ ჩახსნას და უკრაინა იარაღის გარეშე არ დატოვოს. შენ რას ფიქრობ, გიორგი? შეერთებული შტატების გარეშე ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ახლა ხო იცით როგორ არის, პროგნოზების გაკეთება ყველაზე უმადური საქმეა, მაგრამ იმაზე რაზეც საუბრობენ ახლა, რადგან შეიძლება გავაკეთოთ, რომ კი ბრიტანელები და ფრანგები არიან მზად რომ გარკვეული კონტინგენტი გააგზავნონ, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ამ კონტინგენტს მაგალითად რუსები ესვრიან? ეს კიდევ ცალკე საკითხია, ზოგადად რას ფიქრობთ, ან მაგის რამდენად რეალისტურია, ან რას შეცვლის. კარგი, სამხედრო დახმარების ნაწილი ამოვწუროთ და შემდეგ უკვე გავაგზავნოთ ევროპის ანუ სამხედრო დახმარების გარეშე დარჩენა ის იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ შენს გემახსოვრება იქ იყავი, მე მახსოვს ძალიან კარგად, კიევში პირველივე დღეებში რაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი ბიზნესმენები ცდილობდნენ ყველა შესაძლებლობის გამონახვას იმისათვის, რომ ეშოვნათ ბევრი ჩაფხუტი და ჯავშანშილეთი. ანუ ეს იყო პრობლემა. აი აქედან დაიწყო, ხო? ყველა ცდილობდა ჩაფხუტების მობილიზებას და სამხრეთ კორეაში და სადღაც ეძებდნენ, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო დიდი რაოდენობის შოვნა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანა, რომ რეალური სამხედრო დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ. პირველივე დღეებში რას ამბობდა ზელენსკი, ხო, რომ ჩაკეტეთ ცა, დაგვეხმარეთ ცის კონტროლში, იმიტომ რომ თუ ცა არ ჩაიკეტა, გამორიცხულია სხვანაირად, ხო, მარტო ხმელეთზე ბრძოლების წარმოება ძალიან რთულია. ახლა რასაც ხედავთ შავი ზღვიდან და სადღაც ფარგლებს გარედან ხდება რაკეტების გაშვება, არავინ არ შედის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, იმიტომ რომ 95% უკან ვეღარ დაბრუნდება, ხო? ანუ პანტაპუნტით ყრიან. უკრაინელებიც და რუსებიც და არ შედიან, ხო? ეს ძალიან რთულია. ამიტომ რა თქმა უნდა უკრაინელებს სჭირდება ამერიკული დახმარება. ძალიან სჭირდებათ. ამერიკული დახმარების გარეშე, როგორც თქვა, მხოლოდ ევროპელები ვერ უზრუნველყოფენ. კარგი, გადავედით ევროპელებზე, რისი უზრუნველყოფა შეუძლიათ ევროპელებს და თქვათ, რამდენად დამაიმედებელია ეს პოლიტიკური პროცესი, რასაც უყურებთ. ეს ამას იმპულსი მისცა ტრამპმა, ცხადია, დიდწილად, ჩემი აზრით და უბრალო მოსახლეობის დონეზეც კი იმის გასააზრებლად, რომ საჭირო არის მეტი ფულის დახარჯვა, ჩემი აზრით დაეხმარა ტრამპის პოლიტიკა მაგ ნაწილში, მაგრამ მუდმივად, როდესაც საუბრობთ ევროკავშირის რეაგირებაზე, რაღაცა ბიუროკრატიაზე გვეფიქრება, რაღაცა ვადებზე გვეფიქრება, ეს როგორ იმუშავებს, რამდენად სწრაფად შეთანხმდებიან, ვთქვათ, შეძლებენ თუ არა რაღაც საჭირო სიმძლავრეების დროულად შექმნას და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ და შემდეგ უკვე მინდა თურქეთის როლზეც აუცილებლად დაიწყებს აზრმებები. დავიწყებ მაშინ, კი, ავანგარდში არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი აქტიურად არის ჩართული, შეძლეს ის, რომ გერმანია აქტიურად საუბრობს ახალი კანცლერის პირობებში ამ თემაზე, მიუხედავად ამისა, ევროპისთვის ძალიან დიდი ტვირთი არის 8 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის გამკლავება და ძალიან რთული არის თვითონ უკრაინელების მდგომარეობა, ამაზე მე ვისაუბროთ აუცილებლად. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი მაგალითად ევროპული ძალები განლაგდა უკრაინის ტერიტორიაზე. მაგალითად ის ცნობილი რუკა, რომელიც გამოქვეყნდა ხო ინტერნეტში, ანუ უკრაინის, ასე ვთქვათ, უკიდურესი აღმოსავლეთით რო განლაგდნენ ფრანგულ, ბრიტანული და ევროპული ქვედანაყოფები. და ეს როლეს მაგალითად მათ რუსებმა მე რა ხდება? მარცალა. ხო, ან არაფერი არ ხდება, ან ისევ უკრაინელების მოსაგვარებელი არის ეს, ანუ უკრაინელები უნდა წავიდნენ, უკრაინელებმა უნდა იომონ ისევ, მაშინ აზრი რა არის ამისი. მეორე ვარიანტი, რომ მაგალითად ეს ევროპული კონტინგენტი იყოს მაგალითად დასავლეთ უკრაინაში და წინა ხაზზე იყვნენ უკრაინელები და თუ ისევ უკრაინელებს ესროლეს, მაშინ რა ხეირი. უკრაინელები ესვრიან უკან, ხო? ამიტომ მიდის საუბარი, ხო, რაღაცა ქოლგა, უსაფრთხოების ქოლგა ჭირდება. უსაფრთხოების ქოლგის გარეშე წარმოუდგენელი არის უკრაინის ზოგადად არსებობა. რატო? იმიტომ რომ რუსეთი არ გაჩერდება, ეს არის ფაქტი. ეს ესმის პოლონეთს ძალიან კარგად და ესმის ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძალიან კარგად. იმიტომ რომ შემდეგი თუ კი აქ არ გაჩერდა რუსეთი უკრაინაში, შემდეგი აუცილებლად იქნება ის. და რას გააკეთებს ნატო? არავინ არ იცის. ანუ ჩვენ ვიცით ერთი შემთხვევა, მხოლოდ როდესაც მეხუთე მუხლი ამოქმედდა, ხო? 2001-ში, როდესაც ნიუ-იორკში ტყუპებზე იყო თავდასხმა და მე დაიწყო, ხო? ისაც დაიწყო ნატოს. მანამდე სერბეთზეც. ხო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც ძალიან რთულია და ამით ისარგებლობს რუსეთი, იმიტომ რომ კონსენსუსის მიღწევა ამ თემაზე არის ამ ეტაპზე წარმოუდგენელი პრაქტიკულად. ხო, თუმცა, ანუ ცოცხალი ძალის განლაგებაზე ვიდრე ვისაუბრებთ, ანუ შეიარაღების მიწოდების კომპონენტი არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, ხო? ანუ მაგ მხრივ რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ოთოსთან გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში და შემდეგ გიორგისაც ვკითხოთ. საჭირო შეიარაღების მიწოდება. აი, ბოდიში მაშინ ერთს ვიტყვი რა პატარა კომენტარს. ესტონეთმა საკუთარ შეიარაღებაში არსებული საბრძოლო მარაგების 95% გადასცა უკრაინას პირველივე დღეებში. მიბაძა დანარჩენმა რესპუბლიკებმა ბალტიისპირეთის,
პოლონეთმა მიცა ბევრი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია რომ ჯერ ეს წავიდეს, ხო? იქ იყო მიგნებული ასეთი გამოსავალიც, რომ მოდი ეგრეთ წოდებული ჯაჭვი გავაკეთოთ, ხო? ეს ძველი საბჭოთა ძველი გადავიდეს, შემდეგ შევისყიდოთ სხვა შევასწავლები გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა boots on the ground, ხო? იმიტომ რომ საკუთარი შვილის გაგზავნა ომში, რომელიც არის ხორცაკეპი მანქანა, რომელმაც არის ის არც სქესის, არც ასაკის გარჩევა, იქ არავის არ უნდა, ხო, რომ წავიდეს, გაუშვეს საკუთარი შვილი ომში. ამიტომ ურჩევნია რომ მიცეს იარაღი. ამ იარაღის მიცემა არის დამოკიდებული ფულზე. ფულის ხარჯვა აქამდე არ უნდათ. ახლა ფიქრობენ რომ მოდი ეს ფული დავხარჯოთ, მაგრამ როგორც უთო მაგნიშნა, იმ რაოდენობის და ის ამ რელსზე გადასვლა არის საკმაოდ რთული. ამას ჭირდება მეტი დრო და მეტი მობილიზება. მეტად შეთანხმება, იმ კონტრაქტის გაფორმება, რომელიც უნდა მოხდეს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. თუ ეს კონტრაქტი არ გაფორმდა, წარმოუდგენელი ამბავია მაშინ. რთული მისიაა. კი ბატონო. მოკლედ ევროპის საკითხებსაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა საფრთხე ემუქრება ევროპას თუ უკრაინაში, ესე ვთქვათ, რუსეთმა რაღაც დონეზე მიაღწია საწადელს. დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში ისეთ შეიარაღებული ძალები, როგორც ყავს უკრაინას, არ ყავს არც საფრანგეთს და არც დიდ ბრიტანეთს, თუ არ ჩავთვლით მათ ბირთვულ კომპონენტს, რა თქმა უნდა, და იქ ავიამზიდებს თუ არ ჩავთვლით. სხვა მხრივ, თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ბევრად ნაკლები აქვს ბრიტანეთს, ბევრად ნაკლები აქვს საფრანგეთს. ის რაოდენობრივ დონეზე თუ შევადარებთ უკრაინისას, თავის პატრიოტებით, აერისტეებით, ნასამსებით და ასე შემდეგ. რა საფრთხე ემუქრება ევროპას? თუ აქ საწადელს აღწევს ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ესეთი გავლენიანი გამოცემა, მათ შორის Bild-ი, New York Times-ი, Washington Post-ი, Wall Street Journal-ი, რა ვიცი, ბევრი ესეთი გამოცემები წერენ ბოლო 3 თვის განმავლობაში, რომ რუსეთს სურს ნატოს მეხუთე მუხლის გატესტვა. ეს რეალურად მუშაობს თუ არ მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ნატო უარს ამბობს რუსეთის დამარცხებას და ამას ხსნის იმით, რომ ვიცი რა, თუ ჩვენ მივალთ იმ დონეზე, რომ რუსეთს ველზე ვამარცხებთ, ამას შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი. რატომ გამოურიცხავთ იმ მოცემულობას, რომ თუ უკრაინას გადალახავს პირობითად რუსეთი, ხვალდაზეგ თუ სუვალსკის კორიდორზე მოინდომებს გაჭრას და კალინინგრადთან დაკავშირებას რუსეთი, იგივე საკითხი არ ამოიწევა დღის წესრიგში და ბალტიისპირეთის გამო იცით რა, ჩვენ მესამე მსოფლიო ომში აბსოლუტურად ლოგიკურია, კი. ხო, თუ აქედან ვიმსჯელებთ, რომ უკრაინა იწირება იმის გამო, რომ ახლა იწერება ცოტა უტრირებ, მაგრამ თუ ესე რომ მაგ სცენარში. ხო, თუ უკრაინას არ ეხმარებიან, იმიტომ რომ შეიძლება ამ ყველაფერმა ბირთვული ომი გამოიწვიოს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა, რომელსაც გააჩნიათ ბირთვული არსენალი, ბალტიისპირეთის გამო რა თქმა უნდა შევიდეს კაცობრიობის, ესე ვთქვათ, განადგურების ომში, ხო? ეს კითხვა არის და ასევე არის ისეთი მოცემულობა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ აპირებს რაღაცა პროვოკაციების მოწყობას სუვალსკის კორიდორზე. და ეს სუვალსკის კორიდორი მოიცავს ლიეტუვას და პოლონეთის აი ამ ხაზსაც, რომელთაც ის მოახერხებს დაუკავშირდეს ბელორუსიდან კალინინგრადს. ახლა რაც შეეხება ის რაც შეუძლია ევროპას. გიორგიმ რაც ახსენა, აი აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ეს boots on the ground როცა იქნება და თუ უშვებთ იმ მოცემულობას, რომ უკრაინაში შედის ეს რაღაცა კონტინგენტი, ისინი საცეცხლე კონტაქტზე არ შევლენ რუსებთან. იმიტომ რომ სტრამერმა დაახლოებით 2 თვის წინ მეც მედო ალფაზე სტატია, ესეთი რამ თქვა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის ტერიტორიაზე, აი ამ ჩვენი კონტინგენტით იმ დონეზეო, რომ არ შევიდეთო საცეცხლე კონტაქტზეო რუსეთთანო, რადგანაც ამას შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი. თუმცა ეგ თავად რუსებისთვისაც ხომ არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი. ის რომ თქვათ ბრიტანელი ჯარისკაცები არიან იქ. შემაკავებელი ფაქტორი არის და ის რაღაცა მე მგონი ძალიან სწრაფად გავიარეთ ეგ ნაწილი და იქნება ამაზეც ვისაუბროთ, თქვათ, რამდენად არის ეგ წონადი ფაქტორი.
ამიტომაც ეწინააღმდეგება რომ თუნდაც არ იყვნენ ლვოვში და იყვნენ თქვათ სადმე ახლოს. ჩვენ კაი მაგალითი გვაქვს პრიშტინას აეროპორტის დაკავება 99-ში, როდესაც რუსები მარშით შევიდნენ იქ და ბრიტანული კონტინგენტი იყო, გაგიჟდნენ ბრიტანელები, გამოვიდნენ, ისინი შევიდნენ, დაიკავეს აეროდრომი და საბოლოო ჯამში ის მოხდა, რომ აბსოლუტურად მომარაგების გარეშე იყვნენ რუსები იქ და ისო ბრიტანელები აძლევდნენ მერე წყალს და ასე შემდეგ. ეგეთ მაგალითიც არსებობს. ხო, ანუ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის კონტინგენტი თუ იქ შევა და არ აქვს მნიშვნელობა დადგება ლვოვში, თუ ლვოვში დადგება, ანუ რა აზრი აქვს, ხო? ცეცხლის კონტროლის ზონაში თუ არ დადგებიან, პირობითად იქ, სადაც საჭიროა, აი, დონბასის მიმართულებაზე, ამ კონტინგენტის იქ ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავ ვერც ფინანსური თვალსაზრისით, ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით და ნუ ერთადერთი რასაც შეიძლება პოზიტიური ნიშა კონდეს, იქნება ის, რომ ადგილზე გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები, ხო, მეტი და მეტი ქვედანაყოფი მოამზადონ. ერთი ეს შეიძლება ტექნიკურ დონეზე იყოს პოზიტიური, ესე ვთქვათ, იმპულსი მათი იქ ყოფნისა, თორე სხვა დონეზე ტექნიკურ მოცემულობაში ვერ ვხედავ, ესე ვთქვათ, რაღაცა ბენეფიტებს მათი იქ ყოფნისა, თუ ისინი არ დადგებიან საცეცხლე კონტაქტის ზონაზე. და არც აპირებენ დადგომას და რაც ყველაზე მთავარია და რა უნდა მოხდეს. ბოლო პერიოდში მერცის განცხადებები ძალიან დამაიმედებელია ახლად არჩეული გერმანიის კანცლერის. და ის ამბობს, რომ საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა თან უკვე მიღებულია ბუნდესტაგში ცვლილება საკანონმდებლო დონეზე, იმ მხრივ რომ საკმაოდ დიდი ფინანსები გამოიყოს სამხედრო წარმოებისთვის და ამ სამხედრო წარმოებაში აკუმულირებული თანხების რაღაცა ნაწილი და შეიარაღებაც მოხმარდება უკრაინას. გამოსავალი არის ერთადერთი ჩემი აზრით, რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს, ახლა ომი ვერ გაჩერდება. ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ პუტინი არ აპირებს მიიღოს მისთვის არახელსაყრელი პირობებით ეს საბრძოლო მოქმედებები. აქედან გამომდინარე, უკრაინას უნდა დაეხმარონ უფრო მეტი და მეტი, რაც არ უნდა ადამიანურ ტრაგედიებთან იყოს დაკავშირებული და სამწუხაროა, ხო, ახლა ჩვენ აქვს ხედვართ და ვლაპარაკობთ ვიღაცების სიცოცხლეებზე. ნუ სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობა არის ესეთი. თუ ისინი არ იბრძოლებენ, ბევრად უფრო ცუდი მოცემულობა დაუდგებათ, არა მარტო უკრაინელებს, არამედ მთელ ევროპას და მის უსაფრთხოებას. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროპამ, არა იმიტომ, რომ პირობითად რაღაცა ძალიან თანამგრძნობები არიან, თუნდაც არ უნდა იყვნენ, მაგრამ ხოლმე ამ ჭრილიდან კი უნდა ამოვიდნენ საკუთარი ეგზისტენციალური საკითხიდან. კიდევ ამ როდესაც დახმარებაზე ვსაუბრობთ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გააქტიურებას, სხვათა შორის უკრაინულ არხებზე ამას ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს, რომ არ ვართ მხოლოდ ევროპელების იმედად, აქტიურდება იაპონია, აქტიურდება თურქეთი, აქტიურდება სამხრეთ კორეა და ახსენებენ ხოლმე ავსტრალიას. თქვათ, აი ეს წილი რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენ. და მათი კიდევ ახალი მოთამაშეების დამატება, ვთქვათ. მაქსიმუმ ახლა შენ მიერ ჩამოთვლილი ამ ქვეყნებიდან, ვისაც შეუძლია რაღაც დონეზე უფრო მეტი კონტრიბუცია გასციოს, რაც გაუწევია, არის თურქეთი. თურქეთს შეუძლია უფრო მეტი, იმიტომ რომ სამხედრო ანუ ეს იმას არის, შორს სამხედრო წარმოება იაპონიას ან სამხრეთ კორეას არ აქვს, მაგრამ ის მზაობა მათი მხრიდან არ შეიმჩნევა, როგორი მზაობა შეიძლება გაუჩნდეს თურქეთს, იმიტომ რომ რეგიონში აი ეს სიტუაცია მისთვის ძალიან ესეთი სასოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ასევე ის დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით, ევროპასთან დაახლოებით, აქვს თავისი გეოპოლიტიკური მიზნები და სურს რომ გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპის დონეზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ თურქეთმა უფრო მეტი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე აკეთებდა აქამდე. თუმცა არც აქამდე გაუკეთებია ცოტა, დაახლოებით 1000-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის ჯავშან მანქანა და ჯავშან ტრანსპორტიორი აქვს გადაცემული და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება სხვა შორის. დასაწყისიდანვე ბაირაქტარები და კი, ბაირაქტარები ხო, ეგ არც მახსოვდა, მაგრამ ბაირაქტარები ეგრევე გამოითიშა. ბრძოლის ველიდან ბაირაქტარებს არ ქონდა ის შედეგი, რა შედეგიც ქონდა სომხეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში აზერბაიჯანის მხრიდან, იმიტომ რომ ბაირაქტარი მოწყვლადია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამართული სისტემის მიმართ და მალევე გაანეიტრალეს სამწუხაროდ. თურქეთთან მიმართებით ამ მოცემულობაში, როცა ის ცდილობს რეგიონის უსაფრთხოებაში უფრო მეტი კონტრიბუცია შეიტანოს და
თუნდაც აი პოლიტიკური მოცემულობით ისარგებლოს. საქართველოს ბმა რამდენად გესახებათ, თქვათ, შესაძლებლად და თვლით თუ არა რომ საჭირო არის მათთან აი ამ კონტაქტების გააქტიურება. არ ვიცი რა ხდება, ვინ რას აკეთებს, ანაკეთებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ეს ზედაპირზე არ ჩანს. გამოკვეთოთ რამდენიმე დეტალი. პირველი თურქეთის ინტერესები ის აღარ არის ხო უბრალოდ რეგიონული მოთამაშე, ის საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა და პირველივე დღეებიდან ჩართული არის როგორც აღნიშნე უკრაინის საკითხებში, არა მხოლოდ ბაირაქტარები, თუმცა ბაირაქტარებს ქონდა ხო სიმღერები მიუძღვის, ხო სიმბოლური ამბავი. არა, პირველ დღეებში ქონდა წარმატება, მე ცოტა ცუდად გამომივიდა. არა, აბსოლუტურად ნორმალური. თურქები იყვნენ ჩართული მათ შორის მარიუპოლის მცველების გაცვლის საკითხში. თურქეთი იყო ჩართული მოლაპარაკებების მოედნად, სურსათის უსაფრთხოების ძალიან უზარმაზარი მნიშვნელობის და დატვირთვის არის. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მთლიანად შავი ზღვის უსაფრთხოებას, იმიტომ რომ გასაღები თურქეთის ხელშია, ხო? ანუ ბოსფორზე მაქვს საუბარი, ის რომ ეხა რუსული ხომალდების, საბრძოლო ხომალდების გადმოსროლა შავ ზღვაში ვერ ხერხდება ხმელთაშუა ზღვიდან, მას შემდეგ სირიის პორტები დატოვეს ემათმა, ესეც თურქების დამსახურებაა და ცხადია ის რომ ბრიუსელში მოლაპარაკებებში მხრებ გამართულები არიან და საკუთარი ინტერესების ლობიზმს ახდენენ, ესეც ფაქტია და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათი პოლიტიკური ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა, ის რომ ასოცირებულები არიან და ამდენი ხნის განმავლობაში გაყინულები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ამის შეცვლა სურთ და არის თუ არა კავშირში საქართველო, რა თქმა უნდა როგორც შავი ზღვის წევრი ქვეყანა საქართველოც მაგ კავშირშია და თუ მე გამიჭირდება იმის თქმა აქ ვინ რაზე ფიქრობს თბილისში არ მაქვს ეს წვდომა სამწუხაროდ საბედნიერო ხო არა იდეაში ანუ მე ამაზე ვფიქრობ ხოლმე იმ ნაწილში რომ ალბათ ახლა დღე და ღამე ხალხი უნდა მუშაობდეს ბევრს რატო იმიტომ რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების სასწორია ძალთა ბალანსი არის დარღვეული პირველივე დღიდან დარღვეული იყო ახლა შედარებით ცოტა სხვა მდგომარეობა არის მას შემდეგ რაც უკრაინელებმა შეძლეს ასე ვთქვათ დრონების საშუალებით შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდის დაზიანება მათ შორის ფლაგმანის მოსკოვი რომელიც ბომბავდა საქართველოს 2008-ში ხო ის რომ საქართველოს სანაპირო ზოლის დაახლოებით 200 კილომეტრი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჩვენ და იმათაც არ ავიწყდებათ ანუ უკრაინას თურქეთს და რუსეთსაც მათ შორის ის რომ ყირიმზე კონტროლი ჯერჯერობით აქვს რუსეთს მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ამისთვისაც იბრძვიან უკრაინელები ძალიან აქტიურად ესეც ფაქტია ასე რომ ბევრი პროცესი მიმდინარეობს ჩემი აზრით თბილისი უნდა იყოს ყველაფერში ჩაბმული, ყველგან უნდა გქონდეს თავისი მცირე, მაგრამ რაღაცა n რაოდენობის საცეცები, ყველა რბილი თუ ხისტი ძალის გამოყენებით უნდა ცდილობდეს, რომ ამ როდესაც არის შავ ზღვაზე საუბარი, იქ საქართველოს უნდა ისმოდეს, როგორც მე სამწუხაროდ მე არ მესმის. არც მე შეიძლება ჩვენი პრობლემა არ არის. შესაძლოა ჩვენ ვერ გვესმის კარგად. და ეს ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, იმიტომ რომ იცვლება ყველაფერი და ეს არის ახალი არქიტექტურა, სადაც ჩვენი ადგილი არ გვაქვს ამ ეტაპზე, არ ჩანს და ალბათ ბევრს უნდა მუშაობდეთ ამას. კარგი, მაგაზე საქართველოს გავაგრძელოთ. მოდი ახლა მინდა კითხვა დაგისვათ რუსეთთან დაკავშირებით. ბევრი ვისაუბრეთ აქეთ რა ხდება, რომ მნიშვნელოვანია ევროპის დახმარება, შტატების დახმარების გაგრძელება შემდეგ. რა ხდება რუსეთში? და ვთქვათ მუშაობს თუ არა აი ამაზე ორაზროვანი რაღაცა შეხედულებები არსებობს სანქციები ახლა მით უმეტეს როდესაც მეორად სანქციებზე არის საუბარი და ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილში ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორები რომ მიმოვიხილოთ რა რესურსები აქვს რუსეთს ხო გასაგებია რომ ახლა მათ არ აქვთ სხვა გზა უნდა მიაწვნენ რაც შეუძლიათ და არ აქვთ უფლება რომ ხალხსაც ვერ აუხსნიან რომ აი ახლა ომი გავაჩერეთ თუ რაღაც ხო მოდი ესე ვთქვათ რა ის მოსაზრება რომ ანუ თავიდან როცა ომი დაიწყო ძალიან ბევრი ექსპერტი მათ შორის მე ექსპერტი არა ვარ მე მომხილველი ვარ არ უწოდებ თავს ბევრი ესე ვთქვათ ესეთი საკითხში ჩახედული ადამიანი ამბობდა რომ რუსეთს რაკეტები უმთავრდება ხო, იყო ეს ფთოსანი რაკეტებზე საუბარი, იყო ბალისტიკურ რაკეტებზე. ეს მართლა ეგრე მოხდა. იმიტომ რომ ის რაოდენობა, რაც მას დაგროვილი ჰქონდა ომის განმავლობაში, უпроსტოდ ომამდე,
ის რაოდენობა რაღაცა პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ უკვე დაცარიელდა და საჭირო იყო ამ მარაგების შევსება და შემდეგ უკვე სამცვალზე გადაიყვანა თითქმის ყველა საწარმო, აი რაღაც ისინი ელექტრონიკის წარმოებელი ქარხნები გადავიდნენ სამხედრო კომპონენტების დამზადებაზე, რაღაცა ყავის მადუღარის რაღაცა დეტალების დამზადებლებით, რაღაც ტანკის, ესე ვთქვათ, სხვა რაღაცებს ამზადებდნენ. შესაბამისად, მთელი ქვეყანა დღეს რუსეთში გადასულია თითქმის სრულად სამხედრო წარმოებაზე. რესურსი აქვს თუ არა ამ წარმოების, აქვს რაღაცა კომპონენტების, რაღაცების არ აქვს. და მე როდესაც ვამბობ, რომ ეს ომი უნდა გაგრძელდეს კიდევ თუნდაც 1 წელი ან 1 წელზე მეტი, გულისხმობ იმას, რომ როდესაც ომს აწარმოებ, დღევანდელ კონვენციურ ომში, ანუ 21 საუკუნეში პოზიციას ვერ დაიკავებ ჯავშან ტექნიკის გარეშე. თუ ჯავშან ტექნიკა არ გაქვს, რაც არ უნდა მოტოციკლები გამოიყენო, რომელსაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რაც არ უნდა ბაგები გამოიყენო და რაც არ უნდა ბევრი რაკეტა გქონდეს, რაც არ უნდა პირობითად ბევრი თვითმფრინავი გქონდეს, პლანირებადი ავიაბომბები და ასე შემდეგ. აი boots on the ground-ის მხარდამჭერი საშუალება თუ არ არსებობს, ამ შემთხვევაში ჯავშან ტექნიკა შენ ვერ ახერხებ პოზიციების დაკავებას და ვერ ახერხებ ქალაქების, ესე ვთქვათ, კონტროლს არ უბრალოდ დაკავებას. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასოცირებულია ძალიან დიდ დანაკარგებთან, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში იყენებს უკრაინა დიდი რაოდენობით FPV კამიკაძე დრონებს, შესაბამისად დიდია დანაკარგები ჯავშან ტექნიკაში და ჯავშან ტექნიკაში როდესაც არის დიდი დანაკარგები, რუსებს შესაბამისი წინსვლა არც აქვთ. და სწორედ აქედან გამომდინარე, სამხედრო წარმოება კი არის იმ დონეზე, რომ ბევრი რაკეტა აწარმოოს, არის იმ დონეზე, რომ ესე ვთქვათ, სხვადასხვა საბრძოლო მასალა დაამზადოს, მაგრამ მილევად რეჟიმშია ჯავშან ტექნიკა. ტანკების მარაგები, რაც მას ჰქონდა, ხო, ომის დაწყებამდე და რაც ჰქონდა ასევე რეზერვში, ანუ რომელიც კანიბალიზაცია მოხდა და შემდგომ ახალი ტანკების აწყობა, ეს რესურსი ძალიან ჩქარი ტემპით იწურება. შესაბამისად, ეს პროცესი იმ ეტაპამდე გაიყვანს რუსეთს, რომ ისინი უბრალოდ შეტევის წარმოებას ისე ვერ შეძლებენ, რომ სხვადასხვა დასახლებული პუნქტები დაიკავონ. ამისთვის სამხედრო წარმოების თუნდაც ის მასშტაბი, რა მასშტაბშიც ისინი არიან დღეს გასულები, არ იყოფათ, იმიტომ რომ ტანკების წარმოება არ არის ისეთი მარტივი, როგორც არის და ისეთი ჩქარი ტემპით ვერ ხერხდება, როგორც ხერხდება ეს რაკეტების დასამზადებლად. აქედან გამომდინარე, ეს კომპონენტი ძალიან შემოფერხებელი იქნება რუსეთისთვის. სხვა მხრივ სანქციები მუშაობს თუ არ მუშაობს, სანქციებმა ვერ მოიტანა ის შედეგი რუსეთისთვის, როგორი შედეგიც, ესე ვთქვათ, როგორი ესე ვთქვათ, მოლოდინებიც იყო. იმიტომ რომ მათ შექმნეს ალტერნატივა. ჭრილოვანი ფლოტი მუშაობს, რომელიც გულისხმობს, რომ სანქციების გვერდის ავლით მათ გააქვთ ნავთობი და ვაჭრობენ სხვადასხვა სახელმწიფოებთან და ბოლო პერიოდში ამერიკამაც სასანქციო პოლიტიკის მამონიტორინგებელი უწყებები გააუქმა. ბოლო ერთვის განმავლობაში მოხდა, ანუ გააუქმა და შესაბამისად ეს სანქცია რომც იყოს დაწესებული, თუ მას ზედამხედველობა არ აქვს და თუ ვიღაც ჯგუფი არ აკონტროლებს ეს სანქცია მუშაობა, ესე ვთქვათ, ხორციელდება თუ არ ხორციელდება, აზრი არ აქვს იმის არსებობას. შესაბამისად, ეს ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან ისეთი ნეგატიური დამსახურებაა. გიორგი მახსენა, რომ ახლოვდება უკვე ახალი სეზონი, ესე ვთქვათ, გაზაფხული მიდის და წვიმების სეზონი მთავრდება და ახლა გახურდება უფრო ბრძოლის ველზე პროცესი. და რესურსების თემაზე რომ გავაგრძელოთ, გიორგი, შენი აზრით რა სურათი უნდა ვიხილოთ ახალ მომავალში, ვთქვათ. ჩვენ ყველას გვახსოვს, როდესაც ზალოჟნი იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მოხსნამდე, როგორი მოლოდინები იყო გადაღებულ კონტრშეტევის თაობაზე, ხო? და ანუ უამრავი მსჯელობა იყო მანამდეც და მერეც თითქოს იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე უნდა მიეტანათ იერიში. ახლა თბილისიდან ამის მსჯელობა საკმაოდ ისეთია. არ არის სწორი, თლათ ესე. მაგრამ რა იქნება, რა თქმა უნდა, ემზადებიან უკრაინელებიც, რა თქმა უნდა, ემზადებიან რუსებიც. ყველა მიცის, რომ ეს შესაძლოა იყოს ბოლო ზაფხული ომის და ყველა ორივე მხარე შეეცდება, რომ მაქსიმალური ტერიტორია აიღოს კონტროლის ქვეშ. ანუ ამისთვის მიმდინარეობს ძალიან აქტიური მზადება.
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკავშირდება შენს წინა კითხვას, რომ აი ძალები და საკუთარი რაკეტები, რაზეც ოთო საუბრობდა და სხვა შეიარაღება და ასე შემდეგ, მაგიტომაც ყავთ ჩრდილოეთ კორეელები ჩართული. და ის რაც კურსკის ოლქში ვიხილეთ რომ სადღაც 50-დან 70,000 კაცამდე დაჭირდა რუსეთს იმისთვის რომ ამ ოლქის დიდ ნაწილზე კონტროლი აღედგინა, ხო ესეც ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კურსკის ოლქში კვლავაც იმყოფებიან უკრაინელები, ისევ როგორც ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან უკრაინელები და აწარმოებენ, ხო, საბრძოლო მოქმედებებს და გარკვეულ ოპერაციებს. ისიც დაიხვეწა და როგორ დაიხვეწა ყველაფერი, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო ახორციელებს ოპერაციებს პირდაპირ მოწინააღმდეგის მტრის ზურგში, პირდაპირ მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან სადღაც და ლიკვიდაციას ახდენს იმ სამხედრო პირების, ჩინოსნების, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელი არიან კონკრეტულ ქმედებებზე, ხო? ანუ ეს დახვეწაც და ეს უნარიც და ეს სურვილიც არის სახეზე და რა თქმა უნდა, თუ კი ვისაუბრებთ დაღლაზე მაგალითად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, უკრაინელები დაიღალნენ. რა თქმა უნდა, ძალიან დაიღალნენ და რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, იქ არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულებები, იმიტომ რომ რთულია ამდენი ადამიანის დაღუპვა. ხო, ანუ თითქმის ყველა ოჯახში შედის ეს ცნობები დაღუპვის თაობაზე. რუსეთი გაცილებით დიდია, გეოგრაფიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო არის, 138 მილიონი მოსახლეობით და თავიდან იყო სტატისტიკები, რომელი რეგიონებიდან იღუპებოდა ყველაზე მეტი, ხო? თუ კი ომის პირველ დღეებში, პირველ კვარტალში, ასე ვთქვათ, ეს იყო ძირითადად ჩრდილო კავკასია, მერე უკვე გადავიდა სხვა ოლქებში. მიუხედავად მაგისა, ახლა ძალიან დიდი მობილიზაცია ცხადდება რუსეთის ფედერაციაში და თუ კი ეს ყველაფერი შეეხება მოსკოვის ოლქს, პეტერბურგს და ანუ ქალაქელებს თუ კი შეეხებათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმოქმედებს მათზეც, იმიტომ რომ სადღაც სიღრმეებიდან გაგზავნილი ადამიანი, რომლისთვისაც მაგალითად უცხო ხილი იყო 2008-ში დიდი ბოდიში მსმენელთან უნიტაზი, ხო? ამდენი წლის 10 წლის შემდეგაც უცხო ხილად რჩება უნიტაზი. კი. ხო? ანუ ეს ფაქტი ხო იყო ეგეთი ხო, ეს ფაქტი რა თქმა უნდა ლეპტოპს ვაგზავნის სახლში და რაღაც ჩანაწერები რო იყო, ხო, პირველად რო ხედავდნენ ეს. ხო, ანუ ის რომ შუბას აძლევდნენ, ასე ვთქვათ, სარგებლად სასწაული იყო, ხორცსაკები მანქანა, არ ვიცი რამდენად რეალური ესეთი ნიუსი შემოხდა, რომ კომპენსაციის სახით გადასცეს ის შუბებიც ჩამოართვეს მერე იმ დაღუპულთა მშობლებს. რა ცინიზმია რა? ხო, აი ეძახდნენ მაგალითად იმ მანქანებს, საკუბოვე მანქანა, ხო, გრაბავიე, ხო, აი ესე რომ ესე იგი რახან კუბოში მიასვენეს, ასე ვთქვათ, საკომპენსაციოდ მანქანა ლადა მისეს და ნუ ამით ძალიან ამაყობდნენ ის. მაგრამ თემა რო არ გაგვექცეს, საუბარი არის იმაზე, რომ ეს უნდა შეეხოს თვითონ რუსეთის იმ ქალაქების მოსახლეობას, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ ჯერ თავს და ანუ საკუთარ შვილებს არ უშვებენ ომში. როგორც კი მათი შვილები წავლენ და ვეღარ დაბრუნდებიან, რა თქმა უნდა, იქ იქნება გარკვეული პროტესტი. თუ კი ჩვენ მაგალითად თბილისის ქუჩებში ვხედავთ იქიდან გამოქცეულ რუსებს და რაღაცა საუბრები გვესმის, ხო? მათი ისინი გამოიქცნენ ომს. ყველა ვერ გამოექცა. ხო, ანუ მერე უნდა მოხდეს გარკვეული წნეხი შიგნიდან მოსახლეობის მხრიდან ხელმძღვანელობაზე, ხო? ანუ კოლექტიური პასუხისმგებლობა, რაზეც იყო საუბარი ომის დაწყების პირველივე საათებიდან, ხო? კოლექტიური პასუხისმგებლობა ყველა რუსეთის ყველა მოქალაქეზეა. ცხადია. ხო, ანუ აი ეს პასუხისმგებლობა უნდა შეიგრძნონ სრულად. ანუ ვინც გაიქცა, მაგრამ ვინც დარჩა ის პასუხისმგებელია ომზე. რამე რესურს ხედავთ წინააღმდეგობის? შიგნით? კი. ამ მოცემულობაში ძალიან რთულია, თუმცა ნუ აი თუნდაც მაგ სცენარს რომ გავყვეთ. ნახე, რას ვიტყვი ბექა, წესი და რიგით ჩვენთან ახლა უნდა გუგუნებდეს რუსეთის შემსწავლელი მინიმუმ 1-3 ინსტიტუტი მაინც რა. ანუ კარგად უნდა ვიცოდეთ რა ხდება შიგნით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ახლა საჯარო ინფორმაციებიდან რაღაცა აღებული მონაცემები, ხო? რა თქმა უნდა, ვიცით რომ დემოგრაფიული მდგომარეობა რთულია. რა თქმა უნდა, ვიცით რომ იქ ევროპული და ამერიკული ავტომანქანები არ შედის. ანუ ისინი ფუფუნებას მიჩვეული არიან და კი გადაჭდნენ ჩინურ მანქანებზე, მაგრამ ეს ჩინური მანქანა მაინც მაგათთვის ის მანქანა არ არის, ხო? ის
რაზეც არიან მიჩვეული რა. წელიწადში სამჯერ ევროპაში ფრენები და სადღაც კომოს ტბაზე ვილა უნდა კონდეს და რაღაცა ვნახეთ რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაიჭირეს ძალიან ღრმა კორუფციული რაღაცა გარიგებების და ნუ ასე კი რაღაცა ეს ინექციები არის მაგრამ ეს საკმარისი არ არის კი გავიდა იქ მაკდონალდი იქიდან არ არის კოკა-კოლა თითქოს მაგრამ ხო არის ვკუსნაი ტოჩკა ხო ნუ ვითომ და ეს პროპაგანდა მუშაობს ხო ანუ ORT მუშაობს რა ისევ რაღაცა პოლე ჩუძესი მუშაობს და აი უზარ 128 მილიონი ზომბი არის რეალურად იქ ხო აი ეს ყველაფერი ძალიან დიდი სირთულე არის რა საბოლოო ჯამში ყველას ჯიბეზე უნდა აისახოს რაღაცა, ანუ იმ დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებზე მაქვს რა, ვინც იცის ფულის გემო, იმათზე უნდა აისახოს, თორე ის სადღაც სიღრმეში რო ცხოვრობს, იმას არც არასოდეს არაფერი არ უნახავს. მისთვის არაფერი არ იცვლება ამ წლების განმავლობაში. თუ კი ნახავთ მაგალითად აი შესანიშნავი დოკუმენტური ფილმები არის გაკეთებული კუჩმას პერიოდში, აი შედარებები რუსეთსა და უკრაინელებს შორის და სხვაობები რა სხვაობებია, ხო? უკრაინელი მუდმივად ცდილობს რომ სახში რაღაცა აკეთოს, რუსი არა. ანუ მისი სახლი შეიძლება ეს იზბა ეგრეთ წოდებული შეიძლება იყოს გადახრილი და ესე არის თუ კი ნასტაიაშე ვრემე ადრე დადიოდა და რაღაცებს იღებდა, ხო? კატასტროფა ხდება. ფურა ამოტრიალდა, რომელსაც არაყი მიქონდა და იმ სოფლის შესახებ უბრალოდ გაქრა ყველანაირი ცნობა 2 კვირის განმავლობაში. იმიტომ რომ მთელი ის რაიონი უბრალოდ დათვრა და ვეღარ გამოვიდა ვერასოდეს. ხო, შენ ახსენეთ საქართველოში უნდა გუგუნებდესო, მაგრამ არ გუგუნებს. თუმცა ალბათ უკრაინაში ბევრი რამე გუგუნებს ამ ხრივ და არა მარტო უკრაინაში, ვთქვათ, აი, მოდი ამ წინააღმდეგობის და ხალხის განწყობები ხო ზოგადად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ რუსეთზე ამ ნაწილში და აქვე შემდეგ უკრაინაზეც გადავიდეთ, რადგან ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ იქ мотиваცია როგორი იყო და ახლა რა ხდება ამ ხრივაც. დავიწყოთ რუსეთითო, შენ როგორ ფიქრობ, აი, ვთქვათ, იგივე სადაზვერო სამსახურები, ასე შემდეგ ის თუნდაც ვახსენეთ აფეთქებები მოსკოვთან ახლოს, ვახსენეთ ეს სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის ოპერაციები და ასე შემდეგ, ხო? ეგ რამდენად მაგასთან კომბინაციაში, ვთქვათ, რამდენად არის იმის რესურსი, რომ იქ რა იმ სახის წინააღმდეგობის ჩანასახი გაჩნდეს. კი ბატონო, რუსეთი ყოველთვის იყო აგებული შოვინისტურ იდეებზე. განსაკუთრებით ეს ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში იგრძნობა. და შესაბამისად, ერთადერთი რაც ამ ხალხში ესეთ ნეგატიურ განწყობას აღვივებდა, ისტორიული რაკურსი რო გავიხსენოთ, ყოველთვის იყო დიდი ომის წაგება. ხო, ანუ პირობითად 1918-1917 წლის მოვლენები გამოიწვია რამ, რომ ანუ აი ამ რევოლუციას ხალი შეუწყო იმან, რომ პირველ მსოფლიო ომს რეალურად რუსეთი აგებდა და ამას ზედ დაერთო ასევე სიდუხჭირე, ეკონომიკური პროცესები და ეს ყველაფერი შემდგომში განვითარდა იმ მოცემულობით, რომ რუსეთში რეჟიმი შეიცვალა, ხო? იგივე იყო პირობითად ცივი ომის პროცესში. ცივი ომის დროს ბოლო პერიოდში რუსეთი უკვე ომს აგებდა რეალურად. და უბრალოდ ეს ომი ბრძოლის ველზე არ აისახა, ანუ ეკონომიკურმა ფაქტორმა, რომელიც გამოწვეული იყო, რა თქმა უნდა, რეიგანის აიმ გამალებული შეიარაღების სტრატეგიული რაღაც მიმდინარეობებით, შედეგად გამოიღო ის, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდა და შემდგომ დაინგრახო საბჭოთა კავშირი. ნუ მარტო ეს ფაქტორი არ იყო, რა თქმა უნდა, ეგ კორუფცია იყო და ეს ზოგადად ციცილზე აგებული ეს რეჟიმი უსასრულოდ ვერ გაძლებდა. მაგრამ იმისათვის, რათა დღეს არსებული მოცემულობა სიტუაცია შეიცვალოს, რუსეთმა ბრძოლის ველზე უნდა წააგოს რეალურად. სხვანაირად იქ რაღაც გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ იქ მესმის რომ ვიღაცები შეწუხდებიან და ზილი და ერმეს არ ვერ ჩაიცვამენ და პირობითად იმაში მაკდონალდში ვერ დასხდებიან და ან რაღაც BMW-ს ვერ გამოიყვანენ მოსკოვის ცენტრიდან, ხო, აი იმიდან. მაგრამ ხრიდანაც შედის ეს BMW და Mercedes. აი, პირობითად მათი მენტალური აი ეს სტრუქტურული ხაზი ისეა ჩამოყალიბებული, რომ ბევრ ფუფუნებაზე შეიძლება თვალი დახუჭონ იმისათვის, რათა ეს ველიკაია რუს ბოლომდე შეინარჩუნონ და ამით აი ეს ეროვნული თვითმყოფადობა ბოლომდე გაიტანონ, ხო? მათი ხასიათი არის შოვინიზმზე და მიტაცებაზე, იმპერიალიზმზე, ჩაგვრაზე, მკვლელობაზე აგებული, რომელთაც შემდგომში ისინი საკუთარ პიროვნულ მეს და სახელმწიფო რაღაცა აი ამ
ღირებულებას უსვამენ ხაზს. მათი ღირებულება ყოველთვის იყო ესეთი, რომ თუ რუსეთი წარმატებას აღწევს გარეთ, შიდა პრობლემებზე თვალები შეესაძლოა დაიხუჭოს. თავარია ის რაღაცა დიდი ეგო და იგმაყოფილონ და ახლაც ეგრე ხდება. თუ რუსეთი ამ ომს გადაურჩება პირობითად, პუტინის რეჟიმი ომს გადაურჩება, ის მოახერხებს თავისი პროპაგანდისტული არხებით ისე გაყიდოს ეს დიდი დანაკარგები და ეს საშინელი ტრაგედია, რაც დაატრიალა, გამარჯვებად. და ეს საკმარისი იქნება, ესეთ პრიმიტიულ დონეზე მუშაობს პროპაგანდა რუსი მოსახლეობისთვის, საკმარისი იქნება მათი გასამართლებლად გამოსაკვებად რა, ანუ მათი იმპერიალისტური ეგოს დასაკმაყოფილებად. სხვა მხრივ მე არ ველოდები, რომ იქ რამე შეცვლილება მოხდება, ერთადერთი ცვლილება დადგება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ველზე დამარცხდებიან, ან არასასრული პირობების მიღება მოუწევთ ისევ ველზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ მე რას ვფიქრობ, თუ ამერიკელები გავლენ და ეს ომი გაგრძელდება პირობითად რაღაც 8 თვის, 10 თვის ან 1 წლის განმავლობაში, მგონია რომ ბირთვულ შანტაჟს გააძლიერებს პუტინი. და ბირთვული შანტაჟის გაძლიერების ფონზე უკვე ევროპელების რეაქცია ამერიკა გასული აი ამ მდგომარეობიდან რა იქნება, ეგ უკვე რთული ამბავია. მე არ ვამბობ, რომ ბირთვული რაღაც გამოიყენებს, მაგრამ ბირთვული შანტაჟის ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერება, ან თუნდაც რაღაცა ბირთვული ძალების გადაადგილება იმისათვის, რათა მოახდინო შენს მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური წნეხი, ეს არ იქნება მარტივად გადასალახი ამბავი და ამას ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ომი გაგრძელდება იმ მოცემულობით, რომ ამერიკა გადის ამ პროცესიდან. მე მაინც არ მჯერა რომ ამერიკა გავა ამ პროცესიდან, შეიძლება ეს პოლიტიკური განცხადებების დონეზე ესე იყოს, მაგრამ მარტო ვიტკოფი და ვენსი ვერ გადაწყვეტენ, ხო, იმას რა უნდა გააკეთოს ამერიკა, მთელი თავისი establishment-ია, რომელიც ნაციონალურ ინტერესებს განსაზღვრავს. და ეს რეიტინგის კლებაც მე მგონია ტრამპის რომ დიწილად მაგით ანუ უკრაინასთან არა მარტო უკრაინასთან ვერც ღაზაში ვერ დაამყარა მშვიდობა ვერც ირანთან ვერ იდება ისეთი დილი რომელიც მოიტანს მშვიდობას იქით ტარიფების ამბავი საერთოდ სიტუაციას უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილებამ რომ პროტესტი გამოიწვია ამერიკაშიც ესეც ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო მის მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბების და ისევ რესპუბლიკელებიც ხომ ფრთხილად მაგრამ უკვე იწყებენ ამაზე რესპუბლიკელების დიდი ნაწილი არის რაღაცა ნაწილი არის მაგას რაღაცა ჯგუფის იდეების ერთგული და კიდევ უფრო დიდი ნაწილი არის რეიგანისეული რესპუბლიკური აი მოძღვრებების პატივის მიმგები, რომელთა გამზიარებელი ძალიან ბევრი კონგრესმენი თუ სენატორია დღეს ამერიკის აი ამ საკანონმდებლო ორგანოში. კარგი, არ ვიცი, მე მგონი ხო თანხმდებით მაგაზე, რომ რაღაცა ალოგიკური არის, რომ ეხლა ტრამპმა ბოლომდე ხელები დაიბანოს და სადმე წავიდეს, ალბათ შექმნის რაღაცა პოლიტიკურ რაღაც ალიბს იმისთვის, რომ ისევ გააგრძელოს რაღაცნაირად ჩართულობა და ხო, ეგ ცხადია, რომ თავად უკრაინელებისთვის ძალიან დიდი ემოციური ფაქტორიც იქნება რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაბნეულობა გამოიწვია აი ახლა ამ ბოლო თვეების განმავლობაში რაც ხდებოდა, ხო? და ხალხი, შოკში იყო. თუმცა ერთი რაც დავინახე, როდესაც აი ამ პროცესში უსმენდი ხოლმე ინტერვიუებს უკრაინელებს, ხალხს ქუჩაში, როდესაც ესაუბრებოდა მედია, მაინც რაღაცნაირად ეს ემოცია მოდიოდა, რომ არა მე რა ჩვენ იმის გარეშე თუ ამასთან ერთად თუ ასე შემდეგ ჩვენ სწორედ იმიტომ რომ დასაწყისშივე გადავწყვიტეთ რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროცესს და ეს გამოჩნდა ასევე ზელენსკის რეიტინგის ზრდის მომენტშიც კი დაიბუსტა იმიტომ რომ იქ ხალხის განწყობა არის ეგეთი და მათ ვერ მოახვევ ასე მგონია თავს იმ აზრს რომ აი ზელენსკის ბრალია რომ შენ რაღაც ახლობელი დაგეღუპა არა ანუ მათ მე მგონია რომ გააზრებული აქვთ თავიდან ბოლომდე რას ებრძვიან და რატომ ებრძვიან და ეგ ფასიც გადასარევად ესმით რაც გაიღეს და რის გაღებასაც აპირებენ მოკლედ მაგნაწილში მეც ოპტიმისტურად ვარ, კი გასაგებია რომ ყველა დაიღალა, მაგრამ
მათ სხვა გზა არ აქვთ და გააგრძელებენ ჩემი აზრით წინააღმდეგობას ყველა გაგებით. ბოლოს კენ წავიდეთ, საკმაოდ გაგვიგრძელდა და მოდით საქართველოზე ვისაუბროთ. ისევ დაუბრუნდეთ, ამით მინდოდა რომ თავიდანვე ესე ვფიქრობდი რომ შემეჯამებინა დღევანდელი პოდკასტი, რა შემთხვევაში რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში, რა შემთხვევაში რა საფრთხეები ჩნდება. ვფიქრობ ამაზე მნიშვნელოვანია საუბარი თუნდაც იმ პროპაგანდის გათვალისწინებით, რაც საქართველოში გუგუნებს, გიორგი, არ ვიცი. ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე, რა შემთხვევაში გვემუქრება საფრთხე და რა შემთხვევაში არა, ეს აბსოლუტურად აურიეს და რაღაცა ბინდი გააჩინეს ბევრის თვალში ალბათ. მე კრიტიკული ვარ და ამას არ მალავ ამასთან დაკავშირებით და ალბათ საინტერესო იქნება თქვენნაირი ადამიანების მოსმენა ამ ნაწილში, რეალურად რა შემთხვევაში ემუქრება ჩვენ ქვეყანას საფრთხე და რას უნდა ვაკეთებდეთ დღეს აი ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. გიორგი. ბექა, ისეთი კითხვა $1,000,000-იანი კი არა და რა ვიცი, არც ერთი დღე არ გვეყოფა რომ ამაზე ვისაუბროთ. თუმცა მგონია რომ ყოველდღე უნდა ვისაუბროთ რაღაც დოზით. ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, სინამდვილეში უბრალოდ რახან დასასრულისკენ მივდივართ. დასასრულს არ გულისხმობ რომ ახლა ვემორჩეთ, შეგვიძლია ამ თემაზეც ბევრი ვისაუბროთ. რამდენიმე დეტალია რა, იმიტომ რომ უამრავი, თემა არის ძალიან მოცულობითი და ეს არ არის რაღაცა ერთი სეგმენტი მხოლოდ, ხო? დავიწყოთ იმით, რომ მთელი ჩვენი ჩრდილოეთ საზღვარი არის პრაქტიკულად მორღვეული, ხო? სადღაც 800 კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვარი გაგვაჩნია საზღვრის მონაკვეთი რუსეთის ფედერაციასთან და პრაქტიკულად მორღვეულია. ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, 91, 92, 93 წლებს, აფხაზეთი და სამაჩაბლო ცხადია, მაგრამ მაგის გარდაც უკავშირდება რუსეთის ექსპანსიას, მაგალითად ლარსის გვირაბების წაღებას 97-ში, ეშმაკის მოსახლეობის წაღებას, იგივე ცოტა უფრო ადრე ფიჭვები ხევსურეთში, რომელიც წაიღეს, გადმოსვლები, პრეტენზიები, გინდა ასეს ხეობაზე, გინდა თრუსოზე და გინდა ასე შემდეგ. ეს მუდმივი საფრთხეები, ეს არის მუქარა. ეს არის მუქარა, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის. და ამას ახმოვანებს ხან კრემლი, ხან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი, ხან სოხუმის მარიონეტული რეჟიმი, ჩვენ შეგჭამთ თქვენ. ეს ჩრდილოეთით. რაც შეეხება ზღვაზე, როგორც აღნიშნე, 200 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი წაღებული აქვს. ამ სანაპირო ზოლზე მუდმივად არის, ასე ვთქვათ, ძალა რუსეთის ფედერაციის სახით, რომელიც აკვირდება, რომელიც წნეხის ქვეშ ამყოფებს საქართველოს ოფიციალურ თბილისს. ეს ზღვაზე. ზღვას დაუბრუნდები. ხმელეთზე ცოტა უფრო ქვემოთ, სახელმწიფო ცენტრალურ მაგისტრალთან კილომეტრ ნახევარში არის საოკუპაციო ხაზი, ხო? კილომეტრ ნახევარში უკვე სამხედრო ობიექტი არის ერთი და ეს სამხედრო ობიექტები არის გაშლილი, ხო? ეხლა რო ახსენდება ვიღაცას ჩორჩანა, სინამდვილეში ბევრი ჩორჩანა არის, ხო? და ეს არ არის მარტო რაღაც გორის რაიონი, ხო? ეს არის ხაშურის რაიონი, ეს არის კასპიის რაიონი, ეს არის დუშეთის რაიონი, ასე შემდეგ. რომელზეც საუბარი არ არის საუბარი. არავინ ის რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი ხმა პრაქტიკულად დაკარგულია, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა, ხო? შემდეგ ზღვას რო დაუბრუნდეთ ისევ, ზღვაზე ჩვენ რა გვესმის? ჩვენ გვესმის, რომ ოჩამჩირეში უნდა აშენდეს სამხედრო ობიექტი, ჩვენ ვიცით, რომ სოხუმის აეროპორტი უკვე ამოიქოქა, იქ არის ბაბუშერაში რეისები ტარდება, ჩვენ ვიცით, რომ ლოგისტიკური ობიექტი შენდება, ასე ვთქვათ, ოჩამჩირის პორტთან, რომელიც იქნება რაღაცა პასუხისმგებელი სხვადასხვა მოცულობის ტვირთების გადაზიდვაზე და ასე შემდეგ. ესეც უზარმაზარი საფრთხეა. საფრთხე არის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც არის საქართველოში. რა თქმა უნდა საფრთხეა, იმიტომ რომ მე ყველაზე 100%-ით რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, მაგრამ იქ არიან ძალიან ისეთი საეჭვო ტიპები, რომლებიც უნდა იყვნენ რა თქმა უნდა აღრიცხული. სპორტული აღნაგობის, ნავარჯიშები ხალხი, არაფერი წინააღმდეგი არ მაქვს, რომ ჯიმში დადიოდეს ადამიანი და ვარჯიშობდეს, მაგრამ სამხედრო ფორმა მორგებული, ყველა ლოკაცია თბილისში და თბილისის გარეთ ცნობილი, დასურათებული და ასე შემდეგ. ამას ხედავთ, ხო, რომ დადიან და იღებენ, ხო, ყველაფერს ასურათებენ და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ სად მიდის ეს ინფორმაცია, ხო? მე ახლა ამ ქართულ მოცემულობაში აი ბარემ ვიტყვი ძალიან რთული არის თვითონ ჩვენი სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, მუშაობა, გამართული ფუნქციონირება არ არის.
იქ დაზვერვის საკითხი წარმოიქმნა. რა თქმა უნდა, დაზვერვაც, რა თქმა უნდა, სუსიც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, სხვა, ანუ ვინც არის პასუხისმგებელი მავთულ ხარტებთან, ანუ საოკუპაციო ზოლთან, ის სხვა საქმით არის დაკავებული, ხო? აქციებს. ხო, ნუ გამოჩნდა ეხლა რა. რა თქმა უნდა, აქციებიც შედის მათ მოვალეობაში, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის. ჯერ არის საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება უნდა იყოს, უზრუნველყოფილი, დაცული და შემდეგ ეხლა იქ აქცია იქნება თუ ვიღაცა რაღაც იყაჭაკაც მერე ამბავი არის, ხო? მოკლედ მართლაც დიდი თემაა, მაგრამ უშუალოდ უკრაინის ნაწილში მიუყვეთ, ასე ვთქვათ რა. ანუ რა სცენარები ვითარდება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა აგებს. ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ რა ამ თემაზე. იყო საუბარი თავიდან იმაზე, რომ რუსეთი არ დაესხმებოდა თავს არც უკრაინას და არც საქართველოს. მაგრამ ნუ ფაქტია ეს უზარმაზარი მონსტრი, ხო, უზარმაზარი მონსტრი 2008-ში დაესხა საქართველოს და რატო დაესხა? ძალიან მარტივი მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, ხო? რას ნიშნავს ეს თავდასხმა და რას ნიშნავს? ერთი ქვეყნის ჯარი შეიჭრა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. დამთავრდა. ანუ მან სხვა არგუმენტი არ არის. უბრალოდ იმ დიდი ქვეყნის ჯარი შემოიჭრა საქართველოში 2008-ში. 2007-ში მიუნხენის კონფერენციაზე ეს დაანონსა, რომ მე ამას ვიზამ. მე შევცვლი ევროპის საზღვრებს. ეს თქვა პირდაპირ მიუნხენის კონფერენციაზე. ანუ საზღვრების ურღვეობის პრინციპი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და 2008-ში შეცვალა. ხო? ანუ თავის ძალით. 2014-ში მწვანე კაცუნებით შეცვალა 2022-ში განაგრძო. ანუ ერთი ქვეყნის ჯარი შეიჭრა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის უკრაინასთან და საქართველოსთან. ხო, იმიტომ რომ საქართველოს როგორც შავი ზღვის წევრი ქვეყანა, ერთი ჩვენ გვაქვს საერთო წყალი უკრაინასთან, ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული სანაპირო ზოლი, უკრაინას აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული სანაპირო ზოლი, იმიტომ რომ რუსეთის პორტი არის ძალიან პატარა იქ თვითონ ამ ნოვროსიისკში, რომელიც არასტაბილური პორტი არის და ასე შემდეგ. ამიტომ თუ დამარცხდება და მე ძალიან მინდა ეს რომ დამარცხდეს უკრაინაში რუსეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მარწუხები უნდა მოეშვეს საქართველოშიც. თუ არ დამარცხა, ღმერთმა დაიფაროს და გაიმარჯვა, ნუ ამ გამარჯვებას ესახება თავისი დეფინიციები აქვს, მაგ შემთხვევაში მისი კონტროლი თბილისზე გაასმაგდება. სწორია. კარგი. ოთო შენც თუ ხო, მე მოკლედ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს ბედი პირდაპირ პროპორციულად მიმულია უკრაინაში ომის დასრულების შედეგზე. თუ იქ, ნუ უკრაინაში რუსეთი რო ვერ იგებს და ეს ომი ვერ მოიგო, ეს უკვე ფაქტია. ეს უკვე შემდგარი მოცემულობაა. მაგრამ გააჩნია როგორ დასრულდება, ხო? ანუ არის სასურველი ზავის პირობები ჩვენთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის, არის ნეგატიური, ესე ვთქვათ, შემოთავაზებები და გარიგების რაღაცა მუხლები. თუ იქნება ისეთი, რომელიც ხელს აწყობს ეს რუსეთს, რომლითაც ის შეძლებს, როგორც წეგამ თქვი, გამარჯვების გამოცხადებას. საკუთარი მოსახლეობაში, რომ აი მე გავიმარჯვე ამ ომში, ამის გამოცხადებას თუ შეძლებს, ძალიან მარტივად შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ ჩვენთან განახორციელებს იმ დასახულ გეგმას, რომელიც გააჩნია როგორც გიორგი აღნიშნა 2007 წლის შემდეგ, ხო, როდესაც აი მიუნხენის კონფერენციაზე როდესაც აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევაო, აი იმ ახალი რეალობის შექმნას შეეცდება ახალ რაღაცა გაერთიანებაში, რომელსაც შესაძლოა რაღაც ბუტაფორიულად ახალი საბჭოთა კავშირი ვუწოდოთ. სხვა შორის დუგინმა განაცხადა დაახლოებით 10 დღის წინ ალფაზ წმედო, ეგეთი რაღაც, რომ საქართველოს გარეშე ახალი კავშირი, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსეთი, ვერ შეიკრებაო. ეს არის ერთგვარი პირდაპირ ინდიკაცია იმისა, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ მოვილებთ უკრაინას, მაგრამ იმედია რომ ვერ, მაგრამ თუ მაშინ ჩვენზე გასწორდება ისრები და აი ამ საერთო ამოცანაში მოუყვებით ჩვენ და უნებურად. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არ გაგვაჩნია დამოუკიდებლად ის შესაძლებლობა, რომც ატარებდეს დღევანდელი ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს,
რომ რუსეთს გაუწიოთ წინააღმდეგობა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენ თვითყოფადობა. ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აქვს ეს მოსაზრება, იმიტომ რომ ასეს თავაზობენ, რომ ეგრეთ წოდებული ჩაწოლა ამ სიტუაციაში არის ერთადერთი გამოსავალი და ეხლა რაღაც ფეხების ბაკუნის დრო არ არის ჩვენ, ანუ ხო ეს პოლიტიკა არსებობს რა, ამას ატარებენ და ამას აჯერებენ ადამიანებს, რასაც მინდა რომ მე ჩემ მხრივ შენ თქვი გიორგი რომ ჩვენი ხმა არ არის ისეთი ხმამაღალი რომ დიდ რაღაც დაფარვაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 100, 200, 300 თუ 1000 თუ 5000 ადამიანისთვის ამ რაღაცა გზავნილის მიტანა და რაღაცნაირად რეალობის დანახება, კრიტიკული აზრის გაჩენა თუნდაც არის მნიშვნელოვანი. და ამიტომ მინდა ამაზე გკითხოთ, ანუ რას აშავებს ეს ჩაწოლის პოლიტიკა და რას ფიქრობთ აი ამ ჩაწოლის პოლიტიკაზე? არ გაღიზიანების პოლიტიკაზე, როგორც უწოდებენ ხოლმე და რა არის ამის ალტერნატივა დღეს. წესით რასაც უნდა ვთქვათ, თქვენი აზრი მითხარით. წესით რასაც უნდა ვაკეთებდეთ ყველა ერთად, უნდა ვემზადებოდეთ უარესი სცენარისთვის. ყოველთვის. მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველო. ეს არ ნიშნავს იმას, როგორც ვთქვათ, ჩვენ რაღაცა დიდ გენერალურ ბრძოლას გავმართავთ და ძალიან რთულია ხომ სოფლიოში ბირთვულ სახელმწიფოსთან ომის გაჩაღება და იქ რაღაცას საუბარ, მაგრამ შენ უნდა დაუჯინო ძვირი ფასი. ფასი უნდა იყოს ძალიან მაღალი. ამისათვის საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად. ყველამ უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ საჭიროების შემთხვევაში. სხვანაირად წარმოუდგენელია. ქალმა, კაცმა, ბავშვმა, მოხუცმა და ასე შემდეგ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. აი ამაზე უნდა იყოს მოწადინებული და მორგებული მთელი სახელმწიფო მანქანა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იმუშავოს და ჩვენ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი არეულია. ყველგან ომია პრაქტიკულად. და ეს ომის სახლი არ ნიშნავს იმას, რომ ერთ ადგილას დგას. ეს მოძრაობს როგორც მშიერი მგელი და როგორც მგელი ვიღაცას მიადგება და როდის მიადგება კაცმა არ იცის. და სინამდვილეში აქ არიან უკვე. ხო? ანუ ეს აღარ არიან რუსები, ასე ვთქვათ, ქეციკით. ისინი აქ არიან. და იმ ეგრეთ წოდებულ ტოლულთა ნაკადში რამდენი არის გრუს თუ სხვა სპეციალური სამსახურის თუ ჯარის თუ ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ხო ეს არ ვიცით. მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არიან. უნდა გამოვიდეთ მაქსიმალურად. ანუ ჩვენ ყველანაირი ასიმეტრიული საფრთხე უნდა გქონდეს განსაზღვრული. არანაირი სტრატეგიული დოკუმენტი არ გაგვაჩნია. ჩვენ არ აგვაქვს ახლა არანაირი სტრატეგიული დოკუმენტი. და ეს არის კატასტროფა. ანუ ქვეყანა ამაზე არ მუშაობს. როდესაც შენს დღია დოკუმენტები, სტრატეგიული დანიშნულების დოკუმენტები არ გაქვს, როდესაც არ მუშაობ ამაზე, როდესაც სამსახურიდან უშვებ ადამიანებს, პროფესიონალებს, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშვებ, იმიტომ რომ უბრალოდ 78 მუხლის კონსტიტუციის დაცვისთვის ხელი მოაწერა პეტიციას. ეს კატასტროფაა. ეს უბრალოდ გასუსვა კი არ არის. ეს არის სრული კატასტროფა. და ამაზე პასუხისმგებლები აუცილებლად არიან და უნდა მოეთხოვოთ კიდევაც. იმიტომ რომ რა არის სახელმწიფოს ნომერ პირველი ამოცანა, ხო? მოქალაქის ამოცანა არის რომ გადაიხადოს გადასახადი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯერ პირველ რიგში უსაფრთხოება და შემდეგ კეთილდღეობა. რომელი კეთდება? ჩვენ ვხედავთ რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, ძალადობენ მათზე. ტატუნაშვილი მოკლეს წამებაში მოკლეს და იმის გამო მოკლეს რომ ის მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, ქართველი ჯარისკაცი იყო, ხო? დააბრალეს ვიღაცეებს ის რომ მათ ისინი თითქოს იჭერდნენ ღამურებს და უშვებდნენ მერე ცხინვალში მოსახლეობის მოსაწამლად და აბსოლუტურად იდენტური პროპაგანდისტული დეზინფორმაცია იყო, რომელიც გაზეთ კომუნისტში იწერებოდა ჯერ კიდევ 70-იან წლების დასაწყისში და ეს ყველაფერი ამოღებულია და დევს. და სრული კატასტროფა იმის ნაცვლად შენ მოსახლეობაზე იმუშაო, მიაწოდო სწორი, ამომწურავი ინფორმაცია, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს, რა საფრთხე გვემუქრება, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, შენ მოსახლეობას ატყუებ ყოველდღიურ რეჟიმში, ნაცარ საყრით თვალში, აბოლებ ბოდიში ამ გამოთქმაზე და არ უზრუნველყოფ მის უსაფრთხოებას და რა დარჩა? ხო, და სვამენ ხოლმე ეგეთ კითხვას, რომ აბა რა გაგვიკეთებია რუსეთისთვის სასარგებლო. მოდით და გითხარით ვინმე არ ვიცი. ანუ ჩაწოლის პოლიტიკაზე ვიტყოდი მეც ერთს რა.
ზოგადად, როდესაც დადგება ესეთ სიტუაცია ამა თუ იმ ქვეყნის გარშემო, სადაც ომი გიახლოვდება, როდესაც არ ცდილობ უბრალოდ რომ აი ამ ომის ინიციატორ პირს ძვირად დაუჯინო, ხო, შენს ტერიტორიაზე შემოჭრა, შენ ომი არასდროს არ აქცდება. ამის მაგალითი იყო 1938 წელს მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც ნეილ ჩემბერლენი იყო ჩასული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და რას ითხოვდა გერმანია? გერმანია ითხოვდა ჩეხეთისგან სუდეტის ოლქს, ხო, გერმანელებით დასახლებულ ტერიტორიას იმისათვის, რათა მადა დაეკმაყოფილებინა ბრჭყალებში და შემდგომში მას არ გაეგრძელებინა ეს აგრესია, ხო? ეს შეთანხმება ერთგვარად შედგა, სუდეტის ოლქი გადაეცა გერმანიას, ჩავიდა ნეილ ჩემბერლენი ლონდონში და ფურცელი ააფრილა და ამცნო საზოგადოებას, რომ მე თქვენ მოგიტანეთ მშვიდობა. რეალურად მან მშვიდობა ვერ მოუტანა, იმიტომ რომ ძალიან მალე გერმანიამ სრულად დაიკავა ჩეხეთი. შესაბამისად, თუ დღეს ჩვენ რაღაცას არ ვიღონებთ იმისათვის, რომ რუსეთს პოტენციური აგრესიაში ძალიან ძვირი ფასი გადავახტევინოთ, ეს სამწუხაროდ არ აღწევდა თუ უკრაინაში ძალიან ჩვენთვის არასახარბიელოდ წარიმართება ეს პროცესები. ბოდიში ერთს ვიტყვი. მოკავშირეების აი აქ ამაზე ვაპირებდი ამ ახლა კითხვის დასმას, ჩვენ ვამბობთ რომ Deep State-ის rebranding-ი განხო ჩვენ არ ვამბობთ, ვინც ამბობს ვიცით და ძალიან დიდ პარალელებს ხედავ მოსკოვში პროპაგანდის გაკეთებულ განცხადებებსა და ჩვენთან გაკეთებულ განცხადებებს შორის. ისინი იტყვიან რომ Big Ben-ს დაუწირავთ და ცუდია, მერე იტყვიან რომ Eiffel-ს დაუწირავთ და ეგენი არიან რაც არიან და აქაც ხედავთ მუდმივად აი ამ პროცესს რა. უბრალოდ ვერჩით ჩვენს მეგობრებს. განსხვავებით რუსეთისგან, ახლა რუსეთში იყოს მუდმივად ეს ლოზუნგი, რომ რუსეთის მეგობარი მისი ჯარია. და ჩვენ აქ რას ხედავთ? ჩვენ ვერ ხედავთ, ხო? ამ მეგობრობას, რაც უნდა დავინახოთ ჩვენ. ეს ერთი შიგნით და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენს მეგობრობას გარეთ. მოკავშირეების გარეშე ვართ დარჩენილი 28 ნოემბრის შემდეგ მორჩა ჩვენი მოკავშირეობა. არა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მუდმივად ძალიან სანდომიანი პარტნიორი 99 წლიდან მოყოლებული ხან კოსოვოში ვიყავით, ხან ერაყში, ხან ავღანეთში და ასე შემდეგ და აბსოლუტურად ყველა ანტიტერორისტულ ოპერაციაში ხმელეთზე და ზღვაზე ჩართულები და ახლა ვართ მარტოები. ანუ ჯარი იმ სწავლებას ვერ გადის, რაც აუცილებელია, ვერ აკვირდები იმას, რაც ეს უნდა დააკვირდე, ინფორმაციას ვერ იღებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვერ ცვლი ამ ინფორმაციას და აღარ მინდა გავაგრძელო, იმიტომ რომ სამწუხაროდ მაგ ძალიან შორ შეიძლება წავიდეთ. სხვა პოდკასტი მივუძღვნათ საქართველოს თემას. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონია რომ საინტერესო საუბარი გამოვიდა და ველოდებით თქვენგანაც გამოხმაურებებს. ჩვენი სტუმრები იყვნენ ოტო კონჯარია, გიორგი ცხვიტავა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა საინტერესო საუბარზე, წარმატებები. შენბექა, წარმატებები ალფას. და ყველას. კი. გამოიწერეთ ხალხო, აუცილებლად არხები, არ ვიცი, მე მგონია რომ ძალიან მაგარი პროდუქტი აქვს ორივეს, ალფას იხშირე Facebook-საც არის და Telegram-ზეც, Telegram-ზე სულ ვუზივარ. ასევე სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ცხვიტავას ძალიან მაგარი ინტერვიუები აქვს ხოლმე, მათ შორის უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ხალხი. მოკლედ, იმედია კიდევ შევხვდებით აქ ამ ფორმატში. აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ Redline-ი, გამოიწერეთ Kiapi, ამ ჩვენ კოლაბორაციას მუდმივად უნდა შევეხო ხოლმე. ზოგმა კამერა მოვიტანეთ, ზოგმა მიკროფონი, ზოგმა განათება. ეხლა თქვენ ალბათ შეამჩნევთ რომ უკეთესი განათება გვაქვს, იმიტომ რომ კეთილმა ადამიანებმა გვათხოვეს. სპონსორები არ ყავს, არ ვიცით მაგას რა ეშველება. ერთადერთი პატრონი ყავს, ეს არის პოსტერ ბარი, სადაც გვითმობენ ხოლმე სივრცეს და ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობის გავლით და არანაირი სხვა რაღაცა ინტერესის გამო. დიდი მადლობა პოსტერ ბარს. დაგემშვიდობებით და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. კარგად, მადლობა.